წარმოიდგინე ყოველდღე რომ იღვიძებდე და წესიერი კანალიზაცია არ ქონდეს. გვჭირდება სავატოყოფო, გვჭირდება სამშობლო, გვჭირდება თეატრი. ქალაქი არის დაბერებული. ფოთში არ არის სამშობიარო სახლი, მაგრამ დამგზავრებიურო გამართულად მუშაობს. ამის მოგვარების გზა არ იციან ცენტრში. ადგენენ და კედელი ამოაშენეს. რამდენი დაიხარჯა ამ თეატრისთვის და სად წავიდა ეს დახარჯული თანხა? არის ჩაკეტილი წრე. ყველაფერი საკითხავია ცენტრზე. მაშინ ჩვენი არ არის საქართველო. ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს. პოლიტიკის კეთებაში უნდა შემოვიდეს მოქალაქე. რესურსები უნდა რჩებოდეს ადგილზე და ძალაუფლება უნდა იყოს ადგილზე. უნდა კვირდებოდეს დეცენტრალიზაციას. არ გვინდა ეს ფასადური მოჩვენებითი განვითარება. ფოთში ზოგადად ძალიან უამრავი პრობლემაა. მაგალითად, ფოთის თეატრი, ხო, ეს ზოგადად ისტორიულად პრობლემაა ამ ქალაქში, ხო? უკვე წლებია და ამ მმართველობის პერიოდში, ამ ხელისუფლების პერიოდში მეორე ათწლეულია ეს პრობლემა არანაირად არ წასულა წინ, ან მოგვარებისკენ არ წასულა, მუდმივად, ასე ვთქვათ, დაიგნორებულია ეს პრობლემა და მე ვფიქრობ, ეს პრობლემა არის დღის წესრიგში შემოსატანი. ხო, იმდენად ეს ყველას ინტერესია, ხო, როგორც ახალგაზრდის, ისე ნებისმიერი მოქალაქის. განსაკუთრებით ეს არის იმის ინტერესი, ვინც ამ თეატრში საქმიანობს, ხო, თეატრალების, ჩვენი არაჩვეულებრივი თეატრალების, რომელიც საერთაშორისო დონის, ასე ვთქვათ, სტანდარტს ამკვიდრებენ ამ ქალაქში და სამწუხაროა, რომ რეალურად არ არსებობს სივრცე, სადაც მოხდება ამ ნიჭის რეალიზაცია, ხო? მეორე პრობლემა არის საკონცერტო დარბაზის პრობლემა, რომელ ფუნქციასაც თეატრი ითვისებდა თავის დროზე, ხო, ძალიან მოკლე პერიოდში, მაგრამ ითვისებდა. ფოთი ასევე არის ასე ვთქვათ დახუნძლული ქალაქი ხელოვნებით, კულტურით, ასე ვთქვათ საერთაშორისო ღონისძიებებით, კონკურსებით და ასე შემდეგ, ხო? სადაც პრაქტიკულად ვერ ხერხდება ამ გამოწვევების მიღება, ხო? ადამიანებს უწევთ ღიაცის ქვეშ ღონისძიების ჩატარება და ხშირად იმის გამო, რომ ამინდი არ არის, შეიძლება ასეთი ღონისძიება გაუქმდეს, ან გადაიდოს და ასე შემდეგ. ნუ საბოლოო ჯამში იმ პირობებში, როცა ჩვენს რეგიონში დავუშვათ ურეკს, ხობს, გააჩნია საკონცერტო დარბაზი, ქალაქ ფოთს ასეთი დარბაზი არ გააჩნია, ხო? ჩვენ და სამწუხაროდ, ხო, როგორც არ უნდა იყოს, რომელი საუკუნეს არ უნდა ეძახო ამას, რეალურად გასაკვირი ის არის, რომ ესეთი პრიმიტიული ინფრასტრუქტურა რატომ არ არსებობს ამ ქალაქში. პრობლემა მან რა არის? თეატრის შენობა არის, თანხა ამ შენობის აშენებაზე იხარჯება. უამრავ გზის დახარჯულა. ეს შენობა აშენდა, გაიხსნა კიდევაც და მიმდინარეობდა იქ ღონისძიებები, გარკვეული პერიოდი, მაგრამ მერე ჩამოიქცა. როგორც საერთოდ ხდება ჩვენს რეალობაში. ანუ არ დააკმაყოფილა სტანდარტების სინამდვილეში. ინფრასტრუქტურის გაუმართლობამ შიგნით პრაქტიკულად იძულებული გახადა როგორც ქალაქი, ისე თეატრალები რომ დაეტოვებინათ ეს კონკრეტული შენობა და გადასულიყვნენ სარდაფში. ამ წუთას ჩვენ თეატრი გვაქვს, მაგრამ ეს თეატრი საქმიანობას ახორციელებს სარდაფში. თანხა ხო იხარჯება, რომ ეს ხო გამოყოფილია თანხა? მაგას გამოძიება უნდა 1000 გზის დახარჯულა ამ კონკრეტული თეატრის. დავუშვათ 5-6 წლის უკან მაგალითად აქტიურად იყო კამპანიებასთან დაკავშირებით თეატრში მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხო, რა სამუშაოებსაც ზედმეტად შედეგი არ მოყოლია არ აქვს. ჩამოინგრა, მე კითხვა მაქვს. როდესაც ჩამოინგრა თეატრი, ხო? რატომ არ დაისვა ეს კითხვა? რამდენი დაიხარჯა ამ თეატრისთვის და სად წავიდა ეს დახარჯული თანხა? ვინ დასვა ეს კითხვა და ვინ უპასუხა? მაინტერესებს ძალიან. ჩემ ფოთელ მეგობრებს ვთქვამთ ჩემთვის, რომ მაგ თეატრს ეძახიან არაშენდას. ხო, გასაგებია, კი ბატონო, მაგრამ მე მაინტერესებს კონკრეტული პასუხები. ანუ რა ჯდებოდა, რა დაჯდა ეს თეატრი? თეატრის შენობა უკაცრავად თვითონ კონსტრუქციული ნაწილი არის ძალიან მყარი და მას არანაირი პრობლემა არ აქვს. პრობლემები რაც არის შენობაში, ეს არის მოპირკეთებითი სამუშაოები. არასწორად შესრულებული შეკიდული ჭერები, არასწორად დამონტაჟებული ეს მუყაო თაბაშირის ფილები, ადგილები, საიდანაც ხდებოდა წყლის გაჟონვა, რამაც დაარბილა ეს მასალები და მერე სიმაღლიდან ჩამოვარდნილი სხეული მისი წონა ათმაგდება და სახიფათოა რა თქმა უნდა. მას სჭირდება შიდა კაპიტალური რემონტი. საპროექტო საქმიანობას ვეწევი, მე მქონდა შემოთავაზება
რომ რაღაც გაგვეკეთებინა, მაგრამ რომ დავინახე ეს პირობები, ანუ ერთ ტენდერში იყო გამთლიანებული ყველა დარგის სპეციალისტი. ჩვენ ვართ პატარა ქალაქი, პატარა საპროექტო და იმ წვრილ სპეციალობებს, რაც მას სჭირდებოდა, ვთქვათ, ტექნიკის კუთხით, რაღაც მექანიკური რაღაც ნაწილების შესრულების კუთხით, ეს ყველაფერი ვერ მოიაზრება ერთ ორგანიზაციაში და ამიტომ შესაძლებელია, რომ ბევრი საპროექტო იკავებს თავს, შევიდეს ამ ტენდერში. რატომაც ვერ ხდება ამ თეატრის თვითმმართველობის მიერ დაუფლება და მის მიერ აქტიური და უშუალოდ განახლება და ასე შემდეგ. მიზეზი ის არის, რომ დღესდღეობით ეს თეატრი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ არის. ანუ არ ეკუთვნის ეს ქალაქ ფოთს. რამდენიმე ხნის უკან ის გადასცეს დიდი პომპეზურობით კულტურის სამინისტროს. რომელ კულტურის სამინისტროს დაპირებითაც რეალურად იგულისხმებოდა ის, რომ ეს თეატრი ახლო მომავალში ასევე უნდა გახსნილიყო, უნდა მოკლედ მისულიყო საბოლოო ფაზამდე. თუმცა აქაც ჩვენ გვაქვს კატასტროფული შედეგი და ეს საკითხი ზოგადად იგნორირებულია, ანუ გადაიდო, ხო დღის წესრიგიდან გავიდა. გავიდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პასუხისმგებელი პირი არ იძებნება, ვინც ამ თეატრზე პასუხს აგებს. ანუ 10 წელია ეს თეატრი ასეა. თუ მეტი კიდე. მეორე ასლეული მიდის. შეიძლება ეს ნორმალურ ქვეყანაში ასე იყოს? რამდენჯერმე გამოცხადდა მრავალი ათეულ მილიონზე ალაპარაკი, ეს თანხა იხარჯება, შედეგი სად სად არის? წავიდა ეს დახარჯული თანხა? ვინ უნდა უპასუხოს ამ კითხვას? ახლა ამაზე პასუხისმგებელი გამცემი იმიტომ არ არის, რომ პროცესი არის თავიდან ბოლომდე ცენტრალიზებული ამ პრობლემასაც ჩვენ შევეხებით, მაგრამ თეატრის პრობლემა ცენტრალიზებული ხო ყველანაირი პრობლემა უნდა გადაწყდეს ცენტრში და ცენტრში სანამ რამე გადაწყდება ეს იმდენად დიდი დროა, რომ ამასობაში ფოთში პრაქტიკულად რავი ხელოვნების და თეატრის თვალსაზრისით არანაირი აქტივობები არ ხდება. ხო, ამ კუთხით ეს ქალაქი არის ჩაძირული. ან თეატრის გადაწყვეტის პრობლემა და მისი პასუხისმგებლობა დღეს გადატანილია ცენტრზე. რატომღაც, ხო? დღეს ამ წუთას გვაქვს ესეთი კვაზი მდგომარეობა რა, როცა შენი თეატრი შენ არ გეკუთვნის. და მეორე მხრივ მოთხოვნა გაქვს, რომ ქალაქში თეატრი უნდა იყოს. ესეთი უცნაური და რაღაც არასტანდარტული, ხო, დიახ, სისტემური პრობლემა, რომელსაც ალბათ პოლიტიკოსებმა უნდა გასცენ, ხო, პასუხი. სისტემურია ეს პრობლემა. ფოთს ერთი კი არა, კომპლექსი აქვს პრობლემების, ჩემი გადასახედიდან, რასაც ვუყურებ და უბრალოდ ხაზს გავუსმევ ერთ ან ორ გლობალურ საკითხს. ქალაქი არის დაბერებული, ქალაქს არ ყავს ახალგაზრდობა, სკოლა დამთავრებული მოსწავლეები, რომლებიც გადიან ქალაქიდან და უხვად გაედინებიან, ხდებიან სტუდენტები, ან სადღაც აწყობენ თავიანთ ცხოვრებას, მათ სურვილი არ უჩნდებათ დაბრუნდნენ ამ ქალაქში იმისთვის, რომ აქ იმოღვაწეონ. ამის პირობები არ არსებობს. და ქალაქი, სადაც ახალგაზრდობა არაა, ახალი ენერგია არაა, ახალი ხედვა არაა, ელემენტარული ჩემი სპეციალობით, ჩემი შემცვლელი კადრი ვერ ვიშოვე, რომ გავზარდო სათანადოდ, რომ დარჩეს ამ ქალაქში და გააგრძელოს ეს საქმე. იმიტომ რომ ეს აუცილებელია, ყველას სჭირდება ჩვენნაირი სპეციალისტები. რამდენი რამოდენიმე წელია თუ აწლეული არა, ჩანაწერი დაიბადა ფოთში არ არსებობს. ფაქტიურად, სტატისტიკურად, ფოთი არის მკვდარი ქალაქი. ამას გაცოცხლება ჭირდება. რას გულისხმობთ? სამშობიარო არ არის ფოთში. სამშობიარო დაწესებულება ხო ყველა ქალაქში არის? მე მგონი ქალაქში კი არა, რაიონულ ცენტრებშიც არის, ხო? ქალაქში არ არის. გადაყავს სასწრაფოებს ან სენაკში ან რატომ არ ვიცი, ახლა მე არ მევალება ამაზე პასუხის გაცემა. ვისაც ევალება, იმას ვკითხოთ და გაგვცეს პასუხი. რატომ არ აქვს ფოთს სანავსადგურე ქალაქს სამშობიარო სახლი? ამ ქალაქში ეს მომავალი არ უნდა ფოთს? შეიძლება ეს ერთ-ერთი მიზეზი ამ ყველაფრის, მოდესე ბჭყალებში უნიათობა დავარქვათ. რომ თუ ადგილობრივი ხელისუფლება ვერ ხედავს. მე კიდე ერთ დავამატებდი რა. მე მგონი ყველა პრობლემის ძირი ამ ქალაქში არის ის, რომ თვითონ მოსახლეობის მენტალობა არის ძალიან დაბალი. ანუ მე იქ მივდიოდი ახლა ზუსტად. აი, მოსახლეობას არ აწუხებს ეს პრობლემა. მოსახლეობას აწუხებს როგორ იშოვოს ფული, ბაზრობა ხომ მუშაობს კარგად. და როგორ შეჭამოს. მორჩა, მაძღარი ადამიანის იქით აქ არავინ არ ეხედება. ამ ქალაქში არ არსებობს ტელევიზია, ეგ არის პრობლემა, არ უდიდესი არსებობს პრობლემა. პრესა, არ არსებობს ინფორმაცია, ინფორმირებულება მოსახლეობის თუ რა ხდება მათ ქალაქში. სრული ვაკუუმია. კიდევ ერთი
პრობლემა, ხო? ანუ ეს არის ქალაქ ფოთის შავი ზღვის სანაპირო ზოლი, ხო? როგორც კუნძულის უბნის სანაპირო ზოლი, ისე მალთაყვის უბნის სანაპირო ზოლი. ჯერ პირველი ის უნდა ითქვას, რომ ეს ორი სანაპირო ზოლი ერთმანეთისგან აბსოლუტურად გათიშულია, იზოლირებულია და ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. მეორე ის უნდა ითქვას, რომ ისე 21 საუკუნეს დაუბრუნდები და იმ მიღწევებს, რაც ცივილიზაციამ მოიტანა ამ სამყაროში, ამ პირობებშიც კი ელემენტარული საბულვარო ინფრასტრუქტურა არ არსებობს არც ერთ მხარეს, ხო? ის რაც კეთდება, აბსოლუტურად არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც რეალურად ჭირდება ხო ამ ქალაქს. მაგალითად, კუნძულის უბნის სანაპიროზე პრაქტიკულად ჰორიზონტია გამქრალი, ხო? ნახევარ სანაპიროზე ჰორიზონტია გამქრალი მხოლოდ იმიტომ, რომ მეტი ალტერნატივა ვერ მოინახა იმისა, როგორ შეიძლება ეს პრობლემა რო გადაწყვეტილიყო, ანუ ნახევრად შესრულებული საქმეა თავიდან ბოლომდე, ხო? ალბათ კონკრეტული სუბიექტების ინტერესების გამოისობით ხდება ეს. და იმ პირობებში, როცა დღეს ადამიანები ზღვაში შედიან, იმიტომ რომ ჰორიზონტი დაინახონ, ან ამ საზღვაო ინფრასტრუქტურა შექმნა საკუთრივ ჩვენ ამ შემთხვევაში რაც ბუნებამ და ღმერთმა გვიბოძა საჩუქრად შეიძლება ითქვას, ამ საჩუქრასაც კი თავიდან ბოლომდე ვამახინჯებთ, ხო? ანალოგიური შემთხვევა არის მალთაყვის უბნის სანაპიროს, ხო? ერთი შეხედვით ის 200 მეტრო, ხო, სადაც თითქოს რაღაც ტიპის აქტივობებია. საბოლოო ჯამში ეს არის ერთი დიდი ფარსი, ხო? იმიტომ რომ იმ 200 მეტრსო გამოსწრებით დაინახა უზარმაზარ კონტრასტს, ხო? რეალურად გადკიანებულ, დამახინჯებულ სივრცეს, რომელზეც პირველი განცდა ის გებადება, ხო, ძალიან გწება გული. იმიტომ გწება გული, რომ ეს უზარმაზარი რესურსების სივრცე, რომელიც შეიძლება დაიტვირთოს მულტიფუნქციურად. საბოლოო ჯამში არ პასუხობს არანაირ სტანდარტს, ხო, მიუხედავად იმისა, რომ გაპიარებულია ერთი რაღაც ნაწილი და ეს ნამდვილად არის ინსტრუმენტი იმისა, რომ შეიქმნას ილუზია. თითქოს აქ რომ ყველაფერი კარგადაა და ეს სანაპირო პასუხობს რაღაც ტიპის გამოწვევებს. რაღაც ტიპის გამოწვევებს კი არა. სველი წერტილების პრობლემაა რა, ანუ ელემენტარული 21 საუკუნეში კაფსულების კულტურაც კი ვერ შემოვიდა ამ ქალაქში, რომ ადამიანებმა სუფასოვანი დასვენება შეძლოს ამ სივრცეში. მე ჩამოთვალე რამდენიმე პრობლემა აქვს და პირდაპირ კავშირში ეს ახალგაზრდობასთან და ახალგაზრდობის ინტერესებთან რომ თავის ქალაქში დარჩნენ. ეს არის თეატრი, ეს არის საკონცერტო დარბაზი, რომელიც შენ არ გაგდა, ეს არის საბულვარო სისტემა, საბულვარო კულტურა სინამდვილეში. სადაც ეს კომპონენტები შერწყმულად და ჰარმონიულად ერთმანეთთან გაერთიანებული არ არის, ახალგაზრდის ინტერესი რა არის, რომ ამ ქალაქში ინტეგრირდეს. და მერე მან დასვენებას ის დემაგოგიური განცხადებები, რომ თითქოს ეს ქალაქი ორიენტირებული ახალგაზრდებს თავიდან ბოლომდე არის ზღაპარი და თავიდან ბოლომდე არის ილუზია იმისა, რომ თითქოს ვიღაცაზე ზრუნავს. ამ ახალგაზრდებს ზრუნველობა კი არა გარემოჭირდება იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს რეალიზება. შვილის ჩათვლით 5 თუ 6 მე მგონი საუკეთესო ექიმი გავიდა საზღვარგარეთ. ეს უკვე კატასტროფაა. საუკეთესო ექიმები იქნებიან ისინი ამერიკაში. რატომ წავიდნენ? იკითხა ვინმე? ნუ ალბათ უკეთესი ცხოვრება. აქ გავაკეთოთ ეს უკეთესი ცხოვრება. და როგორ გაკეთდება ეს უკეთესი ცხოვრება იმით რომ დაუშვათ ექიმს თუ მიეცი შენ 500 ლარი და შენ თუ გაქვს ხარ რა ვიცი რომელიღაცა ის წარმომადგენელი ხელისუფლების და 6000 ლარი ხელფასი რატო არ ფიქრობ იმას რომ მასწავლებელს და ექიმს უნდა კონდეს უპირველესად 6000 ლარი და მერე უნდა კონდეს შენ ეს პული ისევ სისტემასთან მივედი ვახა სისტემა პარლამენტარებს 12000 14000 კი ბატონო მე რატო არ ფიქრობენ ეს პარლამენტარები იმას რომ სადღაც აი ეს ჩხო ერთი რატო იფიქრა რატო იფიქრებს რა თქმა უნდა თუ ასე აი ეს ზუსტად მენტალობის პრობლემა ვთქვი მე თუ ასე ვიფიქრებთ რომ რატო იფიქრებს და ჩემი არ არის ფოთი ჩემი არ არის ბათუმი ჩემი არ არის ზუგდიდი მაშინ ჩვენი არ არის საქართველო ეთყობა ჩვენ თავისუფლების მოედანი ახალხანა ვიყავით სამეგრელოში და მათ შორის ფოთში. ყოველთვის კარგია ფოთში ყოფნა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ლამაზი ქალაქი და ერთ-ერთი უპირატესობა იმ განვითარების არქონის, რომელშიც არის ჩაძრული ფოთი, ანუ ზოგი ჭირი მარგებელია, როგორც ამბობენ, არის ის, რომ არ დამახინჯდა ის ურბანული ქსოველი, რომელიც ფოთშია, ის რაც მოხდა ბათუმში. ანუ მომავალში, როდესაც განვითარება მოვა ფოთში, ჩვენ გვექნება შანსი, რომ მან არ დაკარგოს ის ხიბლი, რომელიც მას ჯერ კიდევ აქვს. ყოველ შემთხვევაში ეს პოტენციალი არის და ისეთი რამე არ მომხდარა იქ ამ თვალსაზრისით, რაც გამოუსწორებელია, რაც ბათუმში არის. ყველაზე მთავარი პრობლემები, მე ვფიქრობ, ფოთის შემთხვევაში და ეს არის რაღაც
მთელი პალიტრა იმ პრობლემების, რომელიც ზოგადად ჩვენს ქვეყანაშია, რაც უკავშირდება ხედვის არარსებობას, თვითმმართველობის არარსებობას, კარგი მმართველობის არარსებობას და ასე შემდეგ, ყველაფერი თავს იღებს. მაგრამ ესე რომ გამოვყოთ, ალბათ ეს იქნება ემიგრაცია, ადამიანებისგან დაცლა ამ ქალაქის. ეს არის ძალიან კაფიო მაგალითი იმისა, თუ რა ხდება, როდესაც არ გვაქვს თვითმმართველობა და ის ეკონომიკური შესაძლებლობები, რომელიც სულ ერთი ხელის გაწვენაზე იმ ადამიანებისთვის, ვინც ფოთში ცხოვრობს, მათთვის არის ხელმიუწვდომელი და არანაირ ბენეფიტს და სარგებელს აქედან არ იღებენ. ეს არის კორუფცია და ელემენტარული ინფრასტრუქტურის არარსებობა იმისთვის, რომ ადამიანებმა ღირსეულად იცხოვრონ. ფოთში ჩვენ გვაქვს ეს პორტი, რომელსაც აქვს ძალიან ნიშნულოვანი ეკონომიკური აქტივობა, 10 მილიარდს სცილდება ის ტვირთბრუნვა, რომელიც ფოთში არის, ასეულობით მილიონებში იზომება მოგება, რომელსაც გამოიმუშავებს ეს სპორტი, მაგრამ ადგილზე პრაქტიკულად არაფერი არ რჩება, ხო? ვიცით რომ ფოთში არ არის სამშობიარო სახლი, მაგრამ დამგზავრებიურო გამართულად მუშაობს. ეხლა ეს მოკლედ ლაკონურად როგორ უნდა აღწერო უკეთ ის საშინელი მდგომარეობა, რომელიც ამ ქალაქში არის. ერთის მხრივ ქალაქი და პორტი არიან ცალ-ცალკე, ანუ პორტი არ არის ინტეგრირებული ქალაქის ცხოვრებაში. ზურგით არის ქალაქი. ხო, აი რაღაც თითქოს გამიჯნულია ერთმანეთისგან. ქალაქში ვერ ნახავთ მაგალითად მეზღვაურებს. რაღაც უცნაური ამბავია, აი ცალკე არის ეს პორტი და ქალაქი ცალკე არის. და როცა ვსაუბრობთ პორტზე როგორც ეკონომიკურ შესაძლებლობაზე, ფოთისთვის ეს არის პრინციპში წყევლა. იმიტომ რომ სარგებელი, რომელიც მოაქვს ფოთს, მიდის შორს, სადღაც სხვაგან, საბოლოო ჯამში ამის დიდი ნაწილი ალბათ რაღაცა კორუფციული გარიგებებით იფლანგება, მაგრამ უშუალოდ ფოთს მხოლოდ აი ინგლისურად externalities რასაც ეძახიან, ეს ნეგატიური ეფექტი რჩება ადგილზე. ანუ სიკეთე მიდის სხვაგან და ნეგატიური ეფექტი რჩება ადგილზე. რა არის ეს ნეგატიური ეფექტი? ეს არის დაბინძურება, ჰაერის, ნიადაგის, ზღვის ზიანდება ეკოსისტემა, რაც ადამიანებთან არის კავშირში. ეკოლოგიური რესურსი გვაქვს ძალიან დიდი, პარკის თვალსაზრისით გვერდზე. კი, და აი ბევრი რაღაც ამასთან დაკავშირებული პრობლემები არის, რომ გაიჩეხა ევკალიპტების ტყე და იქ რაღაცები აშენდა, რომლებიც ასევე ეკონომიკურად წარუმატებელია. ნეგატიური ეფექტები რჩება ადგილზე და სიკეთეები მიდის სადღაც შორს. ამ ბუნების დაბინძურების და დაზიანების გარდა, ამ გამონაბოლქვის გარდა, ტრაილერების გადაადგილება და მათთვის ვერადავერ აშენდა შემოვლითი მაგისტრალი. არ არის ეს გზები გათვლილი ამ ტიპის მანქანების გადაადგილებას და ეს მათ შორის სახლებსაც აზიანებს იმ ადამიანებს, ვინც იქ ცხოვრობს, ნარჩენები, რომელიც არ მუშავდება შესაბამისი მდგრადი მეთოდებით და ესეც გარემოს აზიანებს. მოკლედ გამოდის, რომ პორტი შესაძლებლობის ნაცვლად არის ზიანის მომტანი, რაც არ უნდა უცნაური და პარადოქსული იყოს. და მეორე არის ზღვა და ზღვასთან კავშირი. ანუ ფოთი არის საზღვაო ქალაქი და ლოგიკურად გაქვს მოლოდინი, რომ ზღვა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანების ცხოვრებაში, მაგრამ რაღაცნაირად ეს ურბანული განაშენიანებაც ისე მის და ქალაქის ცხოვრებაც ისე არის აწყობილი, რომ აი თითქოს ზღვა არ არის ამ ყველაფრის ნაწილი. არც ბულვარშია შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ადამიანმა იქ დაისვენოს და აქ რაღაცა კულტურული ფაქტორებიც არის, მე მგონი მართლობის პრობლემების გარდა. არ ვიცი, ადამიანები როგორც ჩანს დიდად არ მიისწრაფოდნენ, მარტო პოლიტიკის პრობლემა არ არის, რაღაცა კულტურული ამბავი არის. თუმცა მალარია იყო იქ, მალარია იყო, ჭაო. ხო, ანუ რაღაცა ძველი რაღაცები მოყვება. ანუ მალარია იყო იქ და ამიტომ ვერ უახლოვდებოდნენ ზღვას. იმის გამო რომ ჭაობზეა, ეს, მაგრამ ეხლა ხო დღეს თანამედროვე ეპოქაა და ეს აღარ არის. დღეს სხვა ვითარება გვაქვს და ანუ ესეც ამის ტრანსფორმაციაც უნდა მოხდეს და ამითი დავასრულებ, ანუ ზღვა უნდა შემოვიდეს ამ ქალაქის ცხოვრებაში და ფოთი უნდა გახდეს საბოლოო ჯამში სამეგრელოსთვის ის, რაც ბათუმი არის აჭარასთვის მისი უკეთესი ვერსია იმ შეცდომების გამოკლებით, რომელიც გამოუსწორებელი შეცდომების გამოკლებით, რომელიც იქნა დაშვებული ბათუმში. ძალიან ბევრ რამეს ვეთანხმები, 99% არც ვიცი ის 1%-ს უბრალოდ ვიძახი, რომ ვიზღვევ თავს მაინც. რამე ხო არ გამეპარა. ჩემთვის ფოთი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, იმიტომ რომ 20 წელს ფოთში შევეჩეხე პირველად რეალურად როგორ კეთდება პოლიტიკა ადგილზე, ველზე მუშაობის გამოცდილება მანდ მივიღე და ძალიან ბევრ რამეზე თვალი ამეხილა. ეხა ის რომ თვითონ სისტემა
იმგვარად არის მოწყობილი, რომ იქ ადგილზე რეალურად მოქალაქეებს ძალა არ აქვთ, ძალაუფლების წყარო ისინი არ არიან და შესაბამისად მათ სიცოცხლეს, მათ კეთილდღეობას ნაკლები ფასი აქვს, ეს იქამდეც ვიცოდი, რომ თვითმმართველობის პრობლემაა, მაგრამ ხა იქ რო ჩავედი, აღმოაჩინე, რომ პარტიებიც, ოპოზიციური პარტიებიც, ვინც თქვათ ფოთელების გულის მოსაგებად ვიბრძოდით, ისინიც ვართ ეგრე აწყობილი, ანუ რეალურად ზემოდან ქვემოთ რაღაცნაირად არ იცი შენი ამომრჩეველი, არ იცი რა პრობლემები ცხოვრობს იქ და იქ რაღაცნაირად მიყვარს ამიტომ, იმიტომ რომ იქ მივხვდი რატო ვერ ვაღწევ ჩედექს და მას მერე ამ ორიენტირით მივდივარ, ჩემთვის ძალიან დიდი ორიენტირია პოლიტიკაში. ყველაფერში ვეთანხმები, პირველი მიზეზი, რატომაც ფოთი ამ მდგომარეობაში არის სისტემური, არის საბჭოთა გავლენა, რაც არის გასაკეთებელი, ველოსიპედის გამოგონება არ გჭირდება, რეალურად რო აიღო ნიკო ნიკოლაძე, რასაც აკეთებდა, ხო, პირველი თვითმმართველობის გაძლიერება, რომ ძალაუფლების წყარო ის ადამიანები გახდნენ, ვინც იქ ცხოვრობენ და ეს დაალაგებს ძალიან ბევრ რამეს თავისთავად, ვინც ძალაუფლებას განიჭებს იმის წინაშე ხარ ანგარიშვალდებული და ეს ბუნებრივად მოხდება. მეორე, ადგილობრივი ეკონომიკური რესურსის მობილიზაცია და არა მარტო ათვისება, არამედ მობილიზაცია და ამას აკეთებდა ნიკო ნიკოლაძეც, რომ დარჩენოდა ფოც ის გვერე გამოეყენებინა ინფრასტრუქტურული პროექტები იქნებოდა თუ სხვა. ევროპული დაგეგმვა ქალაქის და გეგმარება მართლაც ევროპულია და ევროპული ქალაქების მიხედვით არის გაკეთებული, ბარსელონას, პარიზს ადარებენ ხო და ძალიან მნიშვნელოვანია აბსოლუტურად ვიზიარებ იმას, რომ ეხლა ბათუმი ეკონომიკური წარმატების მაგალითია და ფოთელებისთვისაც ასეა, თუმცა ის გულსატკენია, რომ ესეთი დამახინჯება მოხდა რაღაც ადგილების და სასურველია, რომ ფოთში იმ დროს მოხდეს განვითარება, როდესაც არ გავხარბდებით და გაუფრთხილდებით იმას, რაც რეალურად ძვირფასია. თვითმმართველობა არის ძირითადი, რაც განაპირობებს იმას, რომ კანალიზაციის პრობლემა აქვს, ხო, ანუ კანალიზაცია არ აქვს. იგივე აი რასაც აკეთებდა, ხო, რომ და პორტი და ქალაქი ერთმანეთისთვის დაეკავშირებინა. იგივე ეხაც გასაკეთებელი პორტი, ქალაქის ზღვა ერთმანეთისთვის დასაკავშირებელია. ქალაქის ზღვისკენ ზურგით არის შექცეული. ანუ ქალაქს ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, ერთი რასაც ტირიან, არის რომ ეს მურვაგზალი ქონდათ და არასწორი ხდება, იმიტომ რომ ეს პრივატიზება რომ მოხდა, ის იყო ზღვაზე გასასვლელი ადგილი, სადაც იკრიბებოდნენ და რაღაცა შეკრებების ადგილი ქონდათ და გონიათ რომ პრივატიზაციის გამო წაერთვათ და არა, იმიტომ რომ უბრალოდ არ არის სისტემა მოწყობილი, თორე თავისთავად პრივატიზება კი არ არის ცუდი, ის არის ცუდი, რომ მათ არ რჩებათ კეთილდღეობის ის ადგილები და ის მნიშვნელოვანი ადგილები, რაც მათ ზღვასთან კავშირს გაუკეთებს. ყველაფერს ეთყობა რა იცი, რომ ფიქრიც შესაბამისად ხდება იქ ადგილზე, ანუ გათვლით, რომ აი ფოთი უნდა გახდეს განვითარებული ეკონომიკის ადგილი, ეს არ არის და ეს ეთყობა ყველაფერში ფოთს, მაგალითად, კუნძულის უბანი, რომელიც ძალიან ლამაზი უბანია და გასაგებია იქ პრობლემა, ზღვა ართმევს მიწას და იქ რაღაცა სასაფლავებია და მიწის წაღები შეეშინდათ და ადგენენ და კედელი ამოაშენეს. მსოფლიო სავსეა მაგალითებით, რავი, ჰოლანდია თავისი არსებობის მანძილზე ზღვას ებრძვის და ასე შემდეგ და ჰორიზონტს არავინ ფარავს და ფასს არავინ არ უგდებს. ეხლა ვინც ფოთის განვითარებაზე ფიქრობს, ეგეთ კედელს ხო არ აშენებს. ამის მაგალითი გაქვს უამრავი. იქით მალთაყვის სანაპირო გაქვს, მაგაზე ვიდეო ჩავწერე. ეხლა მაგიტომ მიხარია ირაკლიც, აი როკოც რომ ამაზე ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ ჩვენ პოლიტიკურმა სპექტრმა თუ იმ თემებზე არ ვილაპარაკეთ, რაც ადგილებზე იმ ხალხს აწუხებთ, ჩვენთან იდენტიფიცირება მათთვის ძალიან რთული იქნება. აი ქვემოდან ზემოთ რო გავიძახით და ბევრი პარტია იძახის, ხო, ზუსტად ეს არის, რომ შენ იმის პრობლემებიდან ამოდიოდე და შენ მოგვარებას როგორც პოლიტიკური სპექტრი, ანუ სთავაზობდე იმათზე დაყრდნობით, ანუ პრობლემა იმათი უნდა იყოს და ამიტომ მიხარია. ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი კიდე რასაც ფოთი გააკეთებს, აი სოფელი იცლება, სულ გვესმის ეს ხო და უამრავი სუბსიდია ისხმება ამ სოფლის მეურნეობაში. საკმარისი არ არის 1 და 2 ჰექტარი მიწა იმისთვის, რომ კეთილდღეობაში იცხოვრო, იმ მიწის დამუშავებით რამდენი სასუქიც არ უნდა გაჩუქოს სახელმწიფომ. გამოსავალი აქედან ის არის, რომ შენ წახვიდე და სხვაგან დასაქმდე და მაღალხანმძლავრებადი შემოსავალი ქონდეს და ის შენი ჰექტარი მიწა ერთი, თუ გინდა იმის ჰობისთვის პამიდორების მოსაყვანად გამოიყენო, თუ გინდა რანჩოდ გამოიყენო, თუ გინდა ჩოგბურთის კორტი გააკეთო ზედ და სოფელშიც იცხოვრებ. ანუ ამას ჭირდება სატრანსპორტო ქსელის განვითარება და ძალიან დიდი პოტენციალი აქვს მოკლედ ამ ფოთს სწორი სისტემის და დემოკრატიული მმართველობის და კარგი მმართველობის პირობებში თავისთავად და ავთენტურად განვითარდება ისე თავისი პოტენციალის გათვალისწინებით და ფოთი არ არის მხოლოდ, ანუ ყველგან იგივეა გასაკეთებელი. უბრალოდ ფოთი გამოირჩევა იმით, რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ცალკე ტურისტული, ცალკე სატრანსპორტო და აი ამ ყველაფრის რეალიზება ნაწილობრივ ხდება და ეს ყველაფერი აი რაც ირაკლიმ თქვა ამაში ვეთანხმები, მათ მარტო ნეგატივი რჩებათ, ანუ იქიდან მარტო ნაგავი რჩებათ იქიდან და არაფერი იქ არ რჩება საერთოდ და ეს არის პირველ რიგში სისტემური დაავადება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი თუ როგორც ვართ შეთანხმებულები ოპოზიციურ სპექტრში იმაზე, რომ სასამართლოში ნაფიცმსაჯულებს გავაფართოვებთ და პრეზიდენტის ქარტიაზე ხელი მოწერილი გვაქვს და ალიანსშიც ამაზე ვართ შეთანხმებული, ჩემი აზრით ძალიან
მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობის საბაზისო ნაბიჯებზე იქამდე შევთანხმდეთ, იმიტომ რომ სადაც არ ჩავდივართ, ეხლა ქუთაისში ვიყავით, იქამდე ისეს, ანუ თავიანთი თავი რომ თვითონ არ ეკუთვნით, ეს აყენებთ ყველას ძალიან დიდ შეურაცხყოფად და ეს რომ შესაძლებელია, ამაზე კონსენსუსს მივაღწევთ ქართული ოცნების მხარდამჭერებშიც და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ამ მიმართულებითაც გავაფართოვოთ კონსენსუსი იმ ნაბიჯებზე, რასაც პირველ დღეებში გავაკეთებთ ხელისუფლებაში რომ მოვალთ და მე ახლა რაღაც იქნება. პრობლემები ეს ყველაფერი და შესაძლებლობები თუ ასე შემდეგ რაც აქვს ფოთს თითოეულ ფოთელს ესმის ძალიან კარგად და თითოეულ მათგანს ესმის რა პოტენციალი აქვს რამდენი მიწა არის სახელმწიფო საკუთრებაში ფოთში რამდენია კერძო საკუთრებაში ეკონომიკას რა ქმნის და ძალიან კარგად იაზრებს და მათ შორის თვითმმართველობის და რაღაც დერეგულაციის მომენტიც კარგად ესმის ეკონომიკაში მაგრამ ხო რეალურად იმ შესაძლებლობას რომ შეცვალოს ან რაღაცა ჩვენ შევცვალოთ პოლიტიკურმა პარტიებმა ერთად შევცვალოთ რაღაცნაირად ეგ არ ჩანს თავად გამოვლენა რომ პორტია თუ რაღაც ინდუსტრიული ზონა არის თუ რაღაცა ესეთი შუა დერეფანი აქვს ხო ფოთს ეგ პირველ რიგში იმაში უნდა გამოიხატებოდეს რომ აი ზუსტად ამ პორტის გარშემო რა ხდება ეკონომიკა როგორ არის მოწყობილი ხო ანუ ადამიანები მცირე ბიზნესი რამდენად არის იქ რა სასაწყობე ბიზნესი როგორ არის მუნიციპალური სერვისები როგორ მუშაობს რაღაც გადასახადები როგორ არის რეგულაციები მე შემოდის რაღაც ყოფითი პრობლემა რომელიც ასევე კარგად ესმის ფოთელსაც რომ აი ახალგაზრდა რატო არ არის და რატო გარბის ხო რაღაც თეატრი რატო არ აქვს კულტურაში სამშობია რო ახსენეს და ძალიან გამეცინა იმ მომენტზე რაღაც ნახევარი ცხოვრება უნდებიან ფოთელები გამოარკვიონ ხობელები არიან რეალურად სენაკელები არიან თუ ზუგდიდლები რადგან ფოთში ვერ იბადებიან და სამშობია რო არ აქვთ ხო ესე რაღაც ხუმრობენ გჭირდება რომ რაღაც ამ საუბრის და რა ვიცი ყველა კამპანიის და კომბინაციის და მოქალაქის ჩართულობის მერე მეტი სიკეთე ვაჩვენოთ სავარაუდოდ ჩვენს სიკეთეებს და ჩვენს რაღაცა დოლარზე ვისაუბროთ შესაძლებლობებზე ვილაპარაკოთ და ნუ რაღაცა სისტემურ ცვლილებასთან ერთად აუცილებლად რეალური ცვლილებებიც რაზეც შეთანხმებულები ვართ დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის ნაწილში მოვახდინოთ ხო მაგაში ვეთანხმები ანუ თვითონ პოლიტიკამ რო ფეხები შეიძინოს მაგისთვის არის მნიშვნელოვანი რომ იდენტიფიცირებას იმასთან ახდენდეს საქართველოს ყველა კუთხეში მაცხოვრებელი პოლიტიკოსებთან ყველასთან ყველა ვერ მოახდენს მაგრამ ამისთვის არსებობს რამდენიმე პარტია ამისთვის არსებობს განსხვავებული შეხედულებები ამისთვის არსებობს ამ პარტიაში განსხვავებული პოლიტიკოსები რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ რომელიც სტატუს-კვოთი უკმაყოფილოა და თulis რო უკეთეს იმსახურებს ამ პოლიტიკოსებში თავიანთი ინტერესების დამცველი იპოვონ და როგორ უნდა იპოვონ თუ იმ თემებზე არ ილაპარაკე რაც მას აწუხებს ხო იმიტომ რომ ხა ჩვენ ძალიან ხშირად გვემართება რომ რაღაცა ჩვენი გადმოსახედიდან უყურებთ ძალიან ბევრ ამას და სამშობლო რო იღუპება ხა როგორ შეიძლება რომ შენ ფოთის კანალიზაციაზე ილაპარაკო და იმისი ყოველდღიურობა ეგ არის წარმოიდგინე ყოველდღე რო იღვიძებდე და წესიერი კანალიზაცია არ ქონდეს იმისი ყოველდღიურობა ეგ არის იმისი სამშობლოც ეგ არის ანუ რომ არა აქვს კულტურულად რაღაცა საღამოს სადმე გასვლის შესაძლებლობა ხო და ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ეს თემები გაჩნდეს და გაფართოვდეს პოლიტიკოსების დღის წესრიგში ესე იგი სიღარიბე მიგრაცია და პერსპექტივის არ ქონა. შეიძლება ესენი ვთქვათ გამოვყოთ ფოთში. რატომაც ახალგაზრდა მიდის და არჩება აქ. ანუ აქ თუ რჩება დაუშვათ აი თქვენ ახსენეთ ახალგაზრდა რომელიც არის ექიმი. კი ბატონო. და არ არის აქ სამშობია რომ მაგალითად. რა უნდა გაკეთდეს? სადმე წავიდეს? არის აქ საავადმყოფო მაგალითად. სადმე არა, მიყავთ მშობიარე ქალები მაპატიეთ და სენაკში, სადღაც ბათუმში. რომელიც ძალიან დიდი უზარმაზარ დისკომფორტთან არის დაკავშირებული მოგეხსენებათ ხო როცა ამგვარ გამოწვევასთან გაქვს საქმე და რეალურად რო სამშობიარო სახლი ამ ქალაქში არის ეს კიდევ ერთი ხაზგასმა იმისა რომ რეალურად ამ ქალაქში არავინ არ არის პასუხისმგებელი პირი იმაზე თუ როგორ უნდა იცხოვროს ამ ქალაქში მაცხოვრებელმა ბედნიერად როგორ უნდა იგრძნოს ადამიანმა ზოგადად თავი მოქალაქედ ვერ გაუგია ადამიანს ფოთელია თუ რაღაც სტომარია ხო ამ ქალაქში შენი ქალაქი თუ ვერ პასუხებს იმ გამოწვევებს რა გამოწვევები შენ გაქვს ხო ეგზისტენციალურად გჭირდება საავადმყოფო გჭირდება სამშობიარო გჭირდება თეატრი გჭირდება საკონცერტო დარბაზი გჭირდება ინფრასტრუქტურა ეს თუ არაფერი არა გაქვს რა გაგაჩერებს აქ ახალგაზრდა კი არა ძველგაზრდა გჭირდება ამ სეზონზე აღმაშენებლის ქუჩაზე რო გაიაროთ სავსეა ახალგაზრდობით ეს ის ბავშვებია რომლებიც სტუდენტები არიან დაამთავრეს კურსი და 2-3 თვე იქნება ჟრეამული ეს არის აი ეს პერიოდი მოკლე, როცა გიხარია, რომ ქალაქში ხედავ ახალგაზრდებს. როგორც ზღვისწყალობა. სექტემბერი დგება, ეს ყველაფერი მიჩუმადდება და საღამოს 8-9 საათზე უკვე აბსოლუტური სიჩუმეა და მკვდარი. იმიტომ რომ არ არის ახალგაზრდა.
კიდევ ერთი რა მნიშვნელოვანისა ხო პრობლემა სხვა შორის ფოჩიც არ არის გავრცელებული საზრი რომ თითქოს წყალარინების პრობლემა დასრულებულია ხო ამ ქალაქში არა და პირიქით ეს საკითხი მესამე გზის ჩავარდა ეგრეთ წოდებული ტენდერი ხო თუ რასაც ზახიან მაგას მესამე გზის ჩავარდა და რეალურად ეს მესამე გზის განხორციელებული პროექტიც კი არ მისულა ბოლომდე რომელი პროექტიც გადაიფარა მოკლედ ასფალტის გადასხმით რამაც სინამდვილეში უნდა შექმნას იმის ილუზია ასევე და ეფექტი თითქოს ამ ქალაქში ყველაფერი რიგზია და რეალურად თუ კი ჩვენ 21 საუკუნეზე საუბრობ და ცივილიზაციაზე საუბრობ მიწის ქვეშა კომუნიკაციებიც კი არა გვაქვს სრულყოფილად როცა განვითარებაზე ვსაუბრობთ ქალაქის განვითარება და რეგიონის განვითარება პირველ რიგში ამ ელემენტარულ ინფრასტრუქტურულ ელემენტებზეა დამოკიდებული. ეს ინფრასტრუქტურა თუ სწორად არ იქნა დაგეგმილი, აზრი არა, კაი ახლა თქვენ ამას როცა დაიწყეთ საუბარი, შეეხეთ კუნძულის უბნის ნაპირ გამაგრებას, ხო? დაიხარჯა, თან პატარა ფული არ დაიხარჯებოდა, მაგრამ ეს არის პროექტი, ნუ არ ვიცი, ეს მავნებლობაა ჩემი გადასახედიდან. იმიტომ რომ არსებობს ფიზიკის ელემენტარული კანონები, რომელიც არავის არ შეუცვლია და არ შეიცვლება. როდესაც ტალღა წარმოიქმნება ღრმა წყალში, მისი ძალა დაბალია. რაც უფრო უახლოვდება ნაპირებს, ეს ტალღა ბრუნდება, ორმაგდება, სამაგდება და 10 მაგი ძალით უტევს ნაპირს. ის შლეიფი, რაც ქვების დაწყობით არის იქ მოწყობილი, არანაირი წინააღმობას არ უწევს ამას. აი წვიმიან, ავდრიან ამინჩი გაიარეთ, სადაც კორტებია, დაინახავთ თქვენ იმ ხელა აღმართულ კედლებზე წყალი მაინც გადმოდის და კორტის მიდამოები სულ იფარება ამ წყლით. ანუ რა მივიღებ? შედეგი არ არის. შედეგი არ არის, აბსოლუტურად არ არის. გარდა ამისა, სადაც იწყება ეს წყობა პირამიდული ამ ქვების, იქ უკვე ღრმულია გაკეთებული. იმ ხელა ღრმული, ახლა ეს ტალღა რო ამოისტყორცნა ზღვამ, ის წყალი ხო ეხეთქება ისევ ქვევით და ურეცხავს ამას ძირს. არ უნდა ამას დიდი დრო. 3-5 წელი იმ ქვებს თქვენ იქ ვერ ნახავთ, ის დაიწევს ყველა დამლა. შედეგი ისევ არ გვექნება. კომპლექსურად ამასთან ერთად უნდა გაკეთებულიყო, ან ეს სულ არ იყო ჩემი გადასახედიდან სწორად არ მიმაჩნია. იქ უნდა ყოფილიყო ტალღამჭრელები. ეს მოწყობილი ასეთი შლეიფი უბრალოდ მიმღებია ამ ტალღის და ერთ-ერთი ინდიკატორი გაძლიერების კიდევ. უნდა გაწმენდილიყო რიონის არხი, რომ ნაკადი და შემონატანი ყოფილიყო მეტი. მდინარეს აქ მტკნარი წყალია, თვისება, როდესაც ის ზღვას უერთდება, ისილება მარცხენა მხარე. მარჯვენა მხარე რჩება ღრმა. ეხლა ფოთის გეგმა იყო სულ სხვანაირი, 1905 წლის გეგმას რო დავხედოთ, სადაც ეხლა სადგური გვაქვს რკინიგზის, იქ იწყებდა დატოტვას. და ეს ტოტი უერთდებოდა 9 აპრილის ხეივანი რო არის ზღვას. აი ეს მონაკვეთი დაცული იყო და სხვადასხვა იმ რიონით შემოტანილი ქვიშები ამ ნაპირებსაც არეგულირებს. საპორტო ქალაქი გახდა ნიკოლაძემ თავის დროზე მოიწვია სპეციალისტები და პორტი ააშენეს იქ, სადაც ააშენეს. მე გასაბჭოების შემდეგ, როცა იტყორებოდა მუდმივად ეს ქალაქი, მოიფიქრეს და გადააგდეს ეს ეგრეთ წოდებული მე-7 კილომეტრი, მოისროლეს რიონის სხვა მიმართულებით. ეხლა თქვენ რო Google-ში ჩაიხედოთ, დაინახავთ, რომ რიონი ახალ ფოთს იქ აშენებს. კუნძულის უბანი იქ უკვე გამოკვეთილია. და რა ხდება? იქიდან შემოტანილი ქვიშები შემოდის პორტის აკვატორიაში. პორტს მუდმივად უწევს წელიწადში ერთხელ მაინც ამოიღოს ეს ქვიშები, რომ გემებმა შეძლონ შეცურვა. და სადმე აქვთ ეს ქვიშა, განანაპირებზე იყრება. ზღვაში არის კანიონი და იყრება უძირო კასრში. ანუ არა კომპლექსური, არა თანმიმდევრული მოქმედებების შედეგია ის, რაც გვაქვს. კარგავთ სანაპიროებს. კარგავთ სანაპიროს. ტექნიკურად ხო შესაძლებელია ამის მოსილვითი სამუშაოების შესრულება, ეს ხო გამოცდილება, მაგალითად ისრაელის სანაპირო ამის ყველაზე კარგი მაგალითად კალისებური სანაპიროები რო აქვს. კი, დარგის სპეციალისტებს შეუძლიათ ეს გააკეთონ, მაგრამ ის რაც გააკეთდა, მე მეეჭვება, რომ იქ რომელიმე მაინც იყო დარგის სპეციალისტი, რა ქვებიც იქ დაალაგეს. ასეთ რაღაცა გადაწყვეტილებას. როგორც ამბობენ, არქიტექტორი, რომელმაც ეს წყალგამაგრებითი სამუშაოები დააპროექტა, როგორც უნდა გაგიკვირდეთ, ნამყოფი არ არის ფოთში. შესწავლილი არ აქვს. მით უკეთეს, იმიტომ მივიღეთ ის, რომ და ამან გამოიწვია რა,
აი დღეს რაღაცა მონაკვეთი მალთაყვაში მე ამას მივესალმები, ძალიან კარგია, რომ არის ადგილი, სადაც შეგიძლია მიხვიდე და ცოტა ადამიანურად მიიღო რუჯიც და ისიამოვნო ამ ზღვის სანახაობით, ხო? პორტის აკვატორია და პორტის სანაპირო საერთოდ მოისპო, ხო? იმავე ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის. ეს მალთაყვის ეს ერთი წერტილი არის იძულებითი წერტილი. ხალხმრავლობა სწორედ ამითაა შექმნილი, რომ ის პორტის მოსახლეობა აქეთ მოაწვა, ნაბადის მოსახლეობა იქაც ვერ მიხვალ უკვე ნაპირებთან და თავი მოიყარა ამ ერთ წერტილში. ამას გვეუბნებიან ისე, რომ აი დამსვენებლებმა მოიმატა. ეს არის ტყუილი ჩემი აზრით. სხვა შორის ამ სანაპიროზე ხო ეს ორ კომპონენტიანი სამუშაო უნდა განხორციელებულიყო, ეს არის სახმელეთო სამუშაოები და საზღვაო სამუშაოები. ეს ნაწილი გამოტოვებულია თავიდან ბოლომდე რა, რომელიც რეალურად საზღვაო სამუშაოებს ეკუთვნის რეალურად მოსილვითი სამუშაოები და შესაბამისი აპარატურით, ხო, შესაბამისი ტექნიკით, რომელიც არა ახალია 21 საუკუნისთვის, ხო, ასე ებრძვიან მიწოვი ქარხანა ფოთშიც არსებობდა. ასე ებრძვიან სხვათა შორის ცივილიზებული ქვეყნებიც ზღვის შემოტევას. ეს ზღვის შემოტევა მარტო ჩვენთვის კი არა რაიმე ისე ახალი არ არის რა. რაღაცა ეს ამას ებრძვიან ცივილიზებული ქვეყნებიც, ხო, და ეგ შაბლონები გადმოსატანია უბრალოდ რა, რაღაცნაირად მიხვიდო და გადმოიწერო. ისი გაკეთების უნარის არა გვაქვს რა, როგორც ანუ პრობლემაა რომ ერთი რომ კორუფცია რომ თანხა შეიძლება გამოიყოს და ის უბრალოდ გაქრეს და შედეგი არ იყოს. მეორე ის რომ თუ შემთხვევით ამ გამოყოფილ თანხას რაღაცნაირად ხარჯვამდე მივალთ, ვინც ამას აკეთებს, ის არის არაკომპეტენტური, არ თანხმდება ის ადგილობრივ ფოცარებთან, ფოცარიცნობს და შედეგად გვაქვს რაც გვაქვს. შედეგად გვაქვს. რეალურად ყველაფერი საკითხავია ცენტრზე რა, ანუ ყველანაირი სამუშაო მინიმალურ ფოჩი გადაწყვეტილებების 90% მიიღება ცენტრში. ანუ ცენტრმა თუ არა გინდო მწვანე შუქი, რეალურად აქ ვერაფერს ვერ გააკეთებ რა და ფოჩი არსებული რაღაცა თვითმმართველობის საქმიანობა დაიყვანება რაღაც ლოჯისტიკურ საქმიანობამდე რა, დასუფთავება რაღაც ტიპის სრულყოფილად შესრულებამდე. ფუნქციურად თვითმმართველობა როგორც გადაწყვეტილების მიღები სტრუქტურა, ასეთი მოცემულობა ფოჩი არ არსებობს, იმიტომ რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ცენტრში და ცენტრში რომ მიიღება ეს გადაწყვეტილება, აი სწორედ მაგის გამოძახილია რომ სამშობი არ არის, სწორედ მაგის გამოძახილია რომ თეატრი არ არის, აი მაგის გამოძახილია რომ სანაპირო არა გვაქვს, მაგის გამოძახილია რომ ახალგაზრდობა არ რჩება ამ ქალაქში და ასე შემდეგ. ხო, ეს პრინციპში კომპლექსური ამბავია რა. ხო, ბევრი წელია ის გაკეთდა ხო სანაპირო და იქვე გვაქვს ძალიან დიდი კომპლექსი დევნილების დასახლების. აი დევნილების დასახლებიდან სანაპირო ზოლამდე ადამიანმა ფეხით რო გაიაროს, ფაქტიურად ძალიან ხიფათის შემცვლელია. ძალიან ვიწროა გზა, ორი მანქანაძლივს სულის ერთმანეთს და ამას რო ემატება კიდე ფეხით მოსიარულე, მათთვის არ არის არც გაზონები, არც ტროტუარები ან რაღაც ადგილი შემოღობილი, რომ ადამიანმა უსაფრთხოდ გაიაროს. ამაზე კიდე არც ერთი ნაბიჯი წინ მე ვერ დავინახე. ანუ ადამიანზე არ არის კაცი. არა, ადამიანზე ორიენტირებული არ არის. რა თემები შეიძლება იყოს გადაწყვეტილი, როცა ვლაპარაკობთ თვითმმართველობის ნაწილში, რა არის რეალურად ცენტრალური ხელისუფლების გადასაწყვეტი და რა არის ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხები, მაგალითად ფოთის კონკრეტულ მაგალითზე თუ ვილაპარაკებთ, ხო? რამდენად აქვთ მაგალითად მაგათ ზუსტად განსაზღვრული რა არის მათი რესურსი, ანუ ამ შემთხვევაში ვილაპარაკობთ შინაარსობრივ კონცეპტუალურ რესურსზე, როგორც კულტურული რესურსი იქნება, ეს ბუნებრივი რესურსი იქნება, რაც უკვე ახსენეთ, ხო? მაგალითად ზღვა არის, პორტი არის და ასე შემდეგ. რა არის კონკრეტული რესურსი, როგორ შეიძლება ამის განსაზღვრა, ანუ თავად ფოთს აქვს თუ არა ამის რესურსი, თქვათ მოქალაქეებს მან უნდა განსაზღვროს, თუ ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა განსაზღვროს და მე ამათმა უნდა შეასრულო, თუ როგორ ხედავთ ამ პროცესს მაგალითად. როგორი სად იყოფა, ხო? ხო, შეგვიძლია. კარგი შეკითხვა, ალბათ ყველას გვექნება პასუხი ამაზე. თვითმმართველობის ნაწილში მე მგონი ერთ აზრზე ვართ. ყველანი ვხედავთ, რომ თვითმმართველობა პრაქტიკულად ჩამოშლილია და არ არსებობს, არის ცენტრალური მართვის ვერტიკალი და ინსტიტუტები გამოიყენება ადამიანების კონტროლისთვის, პოლიტიკური ლოიალობის ყიდვისთვის და სხვა რეალური დატვირთვა მათ არ აქვს. აქ ყველაფერი ცალსახაა. ამის გამოვლინება პრაქტიკაში მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი ორი საკითხი არის. ერთი, რომ ძალაუფლება უნდა იყოს ადგილზე, ანუ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და ძალა უნდა ქონდეთ ადამიანებს, ვინც ცხოვრობენ ქალაქში. და მეორე, ეკონომიკური აქტივობის შედეგად მიღებული
შექმნილი დოვლათი ეს უნდა რჩებოდეს ადგილზე მნიშვნელოვან წილად. ანუ რესურსები უნდა რჩებოდეს ადგილზე და ძალაუფლება უნდა იყოს ადგილზე და ამორის კომბინაცია კარგი მმართველობის აი სად არის რომელი რესურსი შეიძლება რჩებოდეს რომ საბოლოო ჯამში ქვეყანა ხო არის რაღაცნაირად ერთი მექანიზმი, რაღაცა ნაწილი თანხის მაინც უნდა შედიოდეს გარკვეულწილად ცენტრალურ ხელისუფლებაში, იმიტომ რომ სხვანაირად ქვეყანა ვერ იარსებობს და რაღაცა აი ხო არა, მაგიტომ ვკითხულობ უბრალოდ აი წინა კითხვიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, აი სად არის ზღვარი, როგორ უნდა ისაზღვრებოდეს ეს? გადასახადების მნიშვნელოვანი ნაწილი ნახევარი მაინც უნდა რჩებოდეს ადგილზე ჩემი აზრით. აქ შეიძლება ვიკამათოთ იმაზე რა არის ეს კონკრეტული პროპორცია, როგორ უნდა განისაზღვროს ის მესმის, რომ არსებობს რაღაცა სტრატეგიული, ეროვნული მასშტაბის ინფრასტრუქტურული ობიექტები, როგორიც არის პორტი და ცენტრალური ბიუჯეტში მას უნდა ქონდეს შესაბამისი კონტრიბუცია, მაგრამ როგორც მინიმუმ იმდენი უნდა რჩებოდეს ადგილზე, რომ ამ ნეგატიური ეფექტის ადგილზე დაძლევა იყოს შესაძლებელი, მდგრადი, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამებით და მეთოდებით და დგომი ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო რესურსები უნდა რჩებოდეს ადგილზე. სხვა შემთხვევაში ამ ემიგრაციის, ქალაქების დაცლის პრობლემის შეტრიალება არის პრაქტიკულად შეუძლებელი. ასევე არის საჭირო დიდი ეკონომიკური ხედვები, რაც მეტ განვითარებას მოიტანს. მხოლოდ ადგილზე კომპეტენციების დატოვება არ არის საკმარისი პასუხი, რაღაც კიდევ უფრო მეტი არის საჭირო. თქვენი კითხეთ არის თუ არა ეს კომპეტენციები ადგილზე. ფოც აქვს ინდუსტრიული წარმოების მნიშვნელოვანი ტრადიციები. იქ იწარმოებოდა რაღაც მექანიზებული დანადგარები, კომეტები, ნავები, რომლებიც ოკეანეებს კვეთდნენ, რაღაც ტიპის დანადგარები, რომლებიც სოფლის მეურნეობაში გამოიყენებოდა და მათ შორის ექსპორტზე გადიოდა ქვეყნის გარეთ. ანუ ეს ინდუსტრიული წარმოების ტრადიცია აქვს ფოც, რომელიც დაკარგულია. ეს რა თქმა უნდა დაბრუნდეს და უნდა დაბრუნდეს ახალი ძალით და ახალი მასშტაბით. იმერ არსებობს დღეს ის საზოგადოება, რომელსაც იცოდნა, აქ ის ინდუსტრიული სინცხოვა შეცვლილია დღევანდელი მოთხოვნით. არ განახორციელება შესაბამისი ინვესტიციები არც არასდროს არ არსებობს. ანუ თუ კი შეიძლებოდა ამის კეთება რაღაც 50 წლის წინ, მით უმეტეს შეიძლება ამის კეთება დღეს შესაბამისი რაღაც ტექნოლოგიების, ცოდნის, სურვილის და ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში. და ესე არის ყველაფერი რაც ხდებოდა, აი ღირებული, რაც ასაქმებდა ადამიანებს ადგილზე, სამეგრელოში მთლიანად არის დავიწყებული და მთლიანი ეკონომიკური მოდელი არის რაღაც პრიმიტიული და ექსტრაქციული. ახლა ერთადერთი აქტივობა, რასაც დაინახავთ, როცა შემოივლით სამეგრელოს, არის ექსკავატორები, როგორ თხრიან მდინარის კალაპოტებს. ხო, პრიმიტიული მეთოდი ამოაქვთ ეს ქვაღორღი და სავარაუდოდ მახინჯ კორპუსებს საშენებენ სადღაც შორს, ხო? ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რომ ჩვენი შექმნილი პროდუქცია, ანუ საბოლოო დანიშნულების პროდუქტები გადიოდეს ექსპორტზე. ეს თუ ვერ შევძელით, ვერც ფოჩი, ვერც სხვაგან, მაღალანაზღაურებადი დასაქმების ადგილები ვერ შეიქმნება. აი, მაგალითად, ჩაის შემთხვევაში, რაც მთლიანად სამეგრელოს ეხება, რაც მთლიანად დავიწყებულია. ეს არის იმ ტიპის კულტურა, რომელიც შეიძლება დიდი მასშტაბით გადიოდეს ექსპორტზე და ამაზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში იზრდება. მაგრამ არ უნდა გადიოდეს. იმერა გვაქვს ჩვენ საქართველოს რესურსი მაგალითად როცა ვლაპარაკობთ ესეთი სახის ექსპორტის პროდუქტი ჩაითან მიმართებაში, როცა საერთაშორისო ბაზარზე მაგალითად ჩაის წარმოება, ჩაის მაგალითზე სხვა მაგალითზეც გეტყვით. ანუ არა შეზღუდულია იმ ქვეყნების წრე, სადაც შეიძლება იწარმოებოდეს ჩაი. იმიტომ ამას შეიძლება კონკრეტული კლიმატი, ტროპიკული, სუბტროპიკული კლიმატი, შესაბამისი ნიადაგი, რაც საქართველოში არის და ბევრ სხვა ქვეყანაში არ არის. ამავდროულად მთელ მსოფლიოში მოთხოვნა ჩაიზე იზრდება. ანუ ჩვენ გვაქვს ის ბუნებრივი მოცემულობა, რომ გავიტანოთ ექსპორტზე და დავაკმაყოფილოთ ნაწილი გლობალური მოთხოვნის, რომელიც არსებობს, მაგრამ ამას არ ვიყენებთ. ანუ ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. თუმცა მხოლოდ სოფლის მეურნეობა ასევე ვერ იქნება პასუხი. ჩვენ როცა ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, რა როლიც უნდა შეასრულოს საქართველოს და ამაში თავისი სიტყვა უნდა თქვას ფოთის სპორტმაც. შუა დერეფანი არ ნიშნავს მხოლოდ ტვირთების მექანიკურად გატარებას. ჩვენ უნდა ვიყოთ ამ დიდი ეკონომიკური დერეფნის მნიშვნელოვანი აქტორი, სადაც შემოდის ნედლეული, მათ შორის არა მხოლოდ პროდუქცია ტრანზიტისთვის, არამედ ნედლეული, რომელიც მუშავდება. აქ მუშავდება და აქ იქნება რეალური დამატებითი ღირებულება. საბოლოო გასაყიდი პროდუქცია თუ არ შეიქმნა ადგილზე და ის არ გავიდა ექსპორტზე, ალბათ რთული იქნება მაღალანაზღაურებადი დასაქმების ადგილების შექმნა, რაც უნდა იყოს ერთ-ერთი ეფექტი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის იმისთვის, რომ იქ ოჯახები რჩებოდნენ ადგილზე, იყოს ისეთი გარემო, რომელიც იქნება ადამიანის ცხოვრებისთვის, რავი, ხელსაყრელი რა. ფუნქციების განაწილებაზე იკითხეთ
ჩვენ ფედერალისტებს თვითმმართველობის რეფორმა პარტიული მზად გვაქვს და ეფუძნება ერთგვარ თვითგამორკვევის უფლებას, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ მუნიციპალური თვითგამორკვევის ანუ თვითმმართველობის მუნიციპალური თვითმმართველი ერთეულის უფლების მოპოვება ადამიანთა, მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფს უნდა შეძლოს თვითგამორკვევის საფუძველზე. მაგალითად, 25-დან 30,000 ადამიანამდე სოფლები თუ გაერთიანდებიან და მოითხოვენ იმას, რომ თავიანთი გამომუშავებულიდან მათ დარჩეთ და ფისკალური დამოუკიდებლობა მოიპოვონ, ჩვენი რეფორმა ამას ითვალისწინებს. სამსაფეხურიანი მართვა წარმოგვიდგენია, ერთი არის მუნიციპალური დონე და თბილისსაც ეგრევ ხედავთ, იმიტომ რომ ხა გლდანში რო ფული იწერება იმით ვაკეში ჩემთვის რატო ყიდულობენ 800 ევროიან სკამებს გაუგებარია. ფოთიც ესე იქნება და ნებისმიერი სხვაც მერე უკვე. ინფრასტრუქტურული თემები რაც არის, ყველაფერი დარჩება კულტურასთან დაკავშირებული, კეთილდღეობასთან დაკავშირებული, უფრო მუნიციპალური, ეს დარჩება მუნიციპალურ დონეზე. სოციალური განათლების თემები და ასე შემდეგ, სოციალური თემები ამოდის სამხარეო დონეზე და ფედერალურ დონეზე გვაქვს საგარეო პოლიტიკა, საკონსტიტუციო წესრიგი, თქვათ იქ რაღაცა, ყველაფერი რა და თავდაცვა და ასე შემდეგ. და შესაბამისად ფედერალურ ბიუჯეტში წავა ის, რაც ფოთის წილი არის, ქვეყნის თავდაცვა იქნება, სასამართლოს უზრუნველყოფა, პატრული, უსაფრთხოება თუ ასე შემდეგ, რასაც ფედერალური თავი თუ არა და დანარჩენი პოლიციაც მუნიციპალური, ანუ ყველაფერი ჩამოდის ქვემოთ, ანუ სუბსიდიარობის პრინციპზე ვდგევარ ჩვენ როგორ ფედერალისტები და ვთვლით, რომ რისი გადაწყვეტაც რა დონეზე შეიძლება ის გადაწყვეტილება იმ ადგილზე უნდა დატოვო, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მყარად გვჯერა, რომ აი ხა იქ რო ვიყავით ჩასული ერთი მასწავლებელ ქალს შევხვდით და ის მეუბნებოდა რომ ხო წინო მაქო კანალიზაცია ამომდისო რაო და იქო ურეკავო ამ ემასო რა ქვია მერიაშიო ჩემ ნაცნობსო რა აქ ანჯღრევს იქ ვიღაცას და ის იქ თბილისიდან ელოდება რაღაცას თვითონ ვერ აკეთებს ვერაფერს თორე სულ არ უნდა ეხლა ეს ნაცნობი რო გადაკიდებული ყავდეს უბრალოდ იქ ვერ წყვეტს ვერაფერს თვითონ და ამიტომ არის ზემოთ იყურება ასე პირდაპირ არის და ხალხიც განაწყენებული ყავს ანუ რეალურად ჩენი გაქვს სისტემა როდესაც თვითმმართველობა წარმოადგენს არა ხალხის ინტერესებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან არამედ ცენტრალური ხელისუფლების ინტერესებს იმ ხალხთან. იმას ახორციელებს, იმას ატარებს. პრობლემებსაც აგვარებენ. ყოფითი პრობლემებსაც კი ელოდებიან თბილისიდან რაღაც ემას. ანუ პირველი ეს არის, შემდეგ გამოდის უკვე სოციალური საკითხები, ის არ ვიცი მე ჯანდაცვის სამინისტროში რატო უნდა მორბოდეს ადამიანი, თუ კი შეიძლება სამეგრელოში არსებობდეს სამხარეო, სადაც შენ თვითონ შენ ჯანდაცვის საკითხებს იქ აგვარებ, ხო? ამიტომ აი ესე და ზემოთ დარჩეს უკვე ფედერალური და ვთვლით რომ ეს არის. ბოდიში დავასრულებ, ანუ ერთი თვითგამორკვევის უფლება მუნიციპალურ დონეზე ყველა ინფრასტრუქტურული და აი მაგალითად მუნიციპალური პოლიცია და ამ შემდეგ ესეთი თემები, ის რაც იქ არის ყოფითი თემები, ასე ვთქვათ, მერე სოციალური საკითხები ამოდის სამხარეოზე და ფედერალურზე რჩება მთავარი საკითხები, როგორც არის თავდაცვა, საგარეო პოლიტიკა, საკონსტიტუციო წესრიგი. ეხლა ჩვენივე რეფორმით, მაგალითად, იქ თუ ვიღაც სადღაც საკონსტიტუციო წესრიგს დაევალება ისიც, რომ გასაგებია, რომ რაღაც ადგილებში, სადაც მაგალითად ბავშვების ქორწინება მოსულა და ასე შემდეგ, იქ შეიძლება ადგილზე პოლიციასთვისაც ნორმა იყოს ეს და ამიტომ ცენტრიდან ჩარევა გახდეს საჭირო და საკონსტიტუციო წესრიგი ვიღაცამ უზრუნველყოს თბილისიდან, მაგრამ ძალაუფლება დარჩება ადგილზე და ქვეყნის ინტეგრაციისთვის მიმაჩნია, რომ ეს არის საუკეთესო გზა, იმიტომ რომ როდესაც თვითონ არის თავის პატრონი ადამიანი გაცილებით უფრო მყარად გრძნობს და იმ სახელმწიფოს ნაწილად გრძნობს. ან ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს, არ არის მხოლოდ ნაციონალურ დამოუკიდებლობაზე, ეს ეხება ინდივიდუალურ თავისუფლებას, რაც შეუძლებელია სრულყოფილი თვითმმართველობის გარეშე. წარმოიდგინეთ, რომ თუ ფოთში ეკონომიკა უნდა შეიქმნას და რაღაც სამუშაო ადგილი შეიქმნას და დოვლად იმოგროვდეს, აქ უნდა ინვესტიცია უნდა შემოვიდეს. ინვესტიცია რო შემოვიდეს, მაშინ ინვესტორს აინტერესებს სამართლიანი წესი, სამართლიანი გარემო, სამართლიანი პირობა, ხო? ანუ რაღაც ცენტრალურთან და იმასთან კავშირში არის მაინც, ხო? ამ სამართლიანი გარემოს მოგვარება და უზრუნველყოფა გადადის საბოლოო ჯამში რაღაც ცენტრალურ ხელისუფლებაზე, ზოგადად რო წარმოვიდგინოთ. ნუ ცხადი ადგილობრივსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ იმან თუ არ იცის, ხო, რომ სამართლიანი რაღაც სასამართლო მაქვს, მერე სამართლიანი პოლიცია და საერთოდ სამართლიანი სამხედრო უზრუნველყოფა და თავდაცვა და უსაფრთხოება, ანუ ვერაფერზე ვერ გამომიჯნავ ჯერ. ამის მერე იწყება უკვე ადგილობრივად. ეხლა კიდევ ერთხელ იქ ვიტყვი, რომ ნებისმიერმა ფოთელმა იცის, რომ 3ჯერ და 4ჯერ რო შეცვალეს რაღაც ანიაღური სისტემა და კიდე გაფუჭდა. პასუხობს, რომ ესე იგი ამის მოგვარების გზა არ იციან ცენტრში და თბილისიდან რომელიღაც სამინისტროს ან დეპარტამენტის პასუხს აღარ უნდა დაველოდოთ. ჩვენივე სტანდარტით, ჩვენივე მოყვანილი კომპანიით, ჩვენივე მოყვანილი მენეჯერით და საქმის მცოდნე ექსპერტით იციან, რომ ეს არის მოგვარების გზა. ხო, უბრალოდ რაღაცნაირად ვერ ვართ მაგ ცხოვრებაში, ნუ გასაგებია, მაგრამ ყოფით პრობლემებს აღწერენ, რაღაცა ჩვენ გამოსავალზე კიდევ ერთხელ მეტი უნდა ვილაპარაკოთ და ხო, რაც შეეხება უფლებებს რა ცენტრალურად და რა ადგილობრივად, მეტწილად ყოფითი ამბავი და
ეს მიწა, რომელი ინვესტორს უნდა მიქირავდეს, ადგილობრივმა უნდა გადაწყვიტოს, საშემოსავლო გადასახადი იქნება თუ მოგების გადასახადი თუ DGG რამდენ პროცენტს დავტოვებთ. შეიძლება პირიქითაც მაგალითად თუ ვიცით ცენტრალურად რა გვჭირდება ბიუჯეტი და რაღაც თავდაცვაში რამდენი უნდა გავუშვათ და პოლიციაში და ასე შემდეგ, მაგის იქიდან უკვე მარტივია რომ პირიქით ანუ რას დატოვებ რეგიონში. შემოსავლიდან იყოს განსაზღვრული კი, აი ხა პროცენტულობა და საჭიროება. იმაც ახსენა წელან რატომ რომ აი ეს ფოთის სპორტი მარტო ფოთის სპორტი ხო არ არის, იქ უნდა განვიხილოთ სამ კომპონენტში. ინდუსტრიული ზონა არის კიდე თავისუფალი, რაც მნიშვნელოვანი ნაწილი არის და ასევე არის შუა დერეფანი, ხო, ასე მნიშვნელოვანი ნაწილი არის. 100 მილიონი გამტარობა რო აქვს წელიწადში და 50 მილიონი რო აქვს ბიუჯეტი. ანუ ის 450 მილიონი ხო ცენტრში რაღაც არასწორად ან კორუფციულად არის გადანაწილებული თუ არ გვაქვს მაგის თქმის საფუძველი ან ასე შემდეგ. ამიტომ თუ ცენტრში განსაზღვრავთ სწორად რაღაცა პრიორიტეტებს და ბიუჯეტს, აქედანაც შეგვიძლია პირდაპირ მარტივად გადავიდეთ, რომ 350 მილიონი პირდაპირ დაჭერს ფოთის ბიუჯეტს და რაღაცა მალთაყვას მცხოვრებლებმა გადაწყვიტონ როგორ მოაწყონ მალთაყვა. კოლხეთის ეროვნულ პარკზე თვითონ ფოთელებმა მიიღონ გადაწყვეტილებაც, რაღაცა აქციები ექნებათ იქ თუ ფასიც თვითონ გადაწყვიტონ ტურისტული და ასე შემდეგ. ეს არის ამბავი. თუმცა ეროვნულ პარკებთან მიმართებაში ცოტა განსხვავებულია კიდე საკითხი. როგორ შეიძლება ეს მექანიზმი თქვა სახელმწიფოს რეგულაციის იყოს და არა ჩარევის? ხო, არ ვიცი, შეიძლება ეროვნული პარკები და ტერიტორიები დაცული იყოს სახელმწიფოს პრეროგატივა, მაგრამ მე მინდა ერთი ნაწილი უბრალოდ ის რაღაც გირჩულად განმარტოვიტყვე კორუფციულად ყველა რაღაცა მთავრობის თუ წლების განმავლობაში სხვადასხვა ადამიანები და რამდენიმე ერთეულები ხეირობენ. ვისიც გინდა იმის იყოს ნებართვა მოხდეს გამჭვირვალედ, რაღაცა შემოსავლის მიღება მოხდეს თანაბრად და რაღაც ეს ყველა ადამიანის თანაბარი ჩართულობით. მექანიზმები ჩაიდოს უბრალოდ რომელიც დაიცავს პრინციპებს. მაგალითად ეროვნული პარკის დაზიანების ის რომ კულტურული მემკვიდრეობა იქნება თუ ეროვნული პარკი იქნება თუ რაც იქნება ამასთან დაკავშირებით ამაზე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს და როგორც 14 წლის ბავშვი რო არ უნდა გათხოვდეს, ამაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ თუ იქ ადგილზე არავინ ზრუნავს, აქაც უნდა მოხდეს ცენტრიდან ჩარევა. ამას საერთოდ ლაპარაკიც არ არის, ამიტომ არის ერთი სახელმწიფო, რომ ამ სახელმწიფოს იდენტობას, კულტურულ მემკვიდრეობას, ბუნებას და ასე შემდეგ. ხო, და ამიტომ ეს გასაგებია, რომ სახელმწიფო, ანუ ფედერალური, ჩვენ შევთხოვთ ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივა ჯდება. აქ საუბარი არის შენ პრიორიტეტს როგორ ანიჭებ, ანუ ამ ყველაფერს და დინამიკა როგორი გაქვს შენ, თორე გასაგებია ცენტრალური ხელისუფლების როლი არ დაიკარგება, ხო, კარგია რომ სასამართლო ახსენა 2005-ში ანტიკორუფციულ რეფორმებზე სამუშაოდ ჩამოვედი ევროსაბჭოდან და ბენდუქიძეს პირველად შევხვდი, მაშინ მერიოტში ცხოვრობდა, ახალი გადმოსული იყო საქართველოში და რომ ვკითხე მთავარი ეკონომიკური რეფორმა და რა მიგაჩნიათ მეთქი, სასამართლო რეფორმაო მითხრა. სამწუხაროდ იმ ხელისუფლების პირობებში ვერ მოხერხდა და ნუ მე ხე შემდეგ ხელისუფლების დროს რაც მოხდა, ყველამ კარგად დავინახეთ, მაგრამ ეს არის ჭეშმარიტება, იმიტომ რომ თუ არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა, არ არის მშვიდობა, არ არის მე ეკონომიკა და მიდიხარ ამ მოჭადოებულ წრეზე. ამიტომ მთავარი როლი მაინც ცენტრალურ ხელისუფლების იქნება სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფა ყველასთვის. ჰოთელმა უნდა იფიქროს ის, რომ ცხოვრობს ფოთში, ეს არ არის საკმარისი. უნდა დასვას კითხვა, როგორ ვცხოვრობ აქ. არის კი საკმარისი პირობა იმისთვის, რომ მე ადამიანურად ვცხოვრობდე. შენ რომ დაუშვათ, ფული გაქვს ბევრი და შეგიძლია წახვიდე იტალიაში, პარიზში და სადღაც მეორეს ხო არა აქ ამდენი ფული არა, ესე იგი გამოდის რომ ის არ ცხოვრობს ადამიანურად, ხომ ასეა? აი სანამ ასეთი ვიწრო აზროვნება იქნება, მანამდე არაფერი არ გვეშველება ჩვენ. აქ ძალიან ბევრი პრობლემაა. ჩემო კარგო, 1 და 2 კი არ არის. აი ჩვენ რამდენი ხანია ახლა აქ საუბრობთ და ეს არის საშინელი პრობლემები. კანალიზაციის პრობლემა. მე სადაც ვცხოვრობ, იქ 2-3 თვეზე მეტი ამოდიოდა კანალიზაცია, სუნად ყარდა ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ მაცხოვრებლები ყოველ დღე ვრეკავდით მერიაში და ყოველ დღე ვაწვდით ინფორმაციას, ძლივს მივაღწიეთ იმას, რომ დღეს მაგალითად არ მოდის ეს. არ გვაქვს კანალიზაცია და საიდან გადაწყვეტა მაგ პრობლემას. აი ესა, უამრავი, რა ვიცი, აი რა, რომელიც გინდა იმ კუთხით შეხედე, უამრავი პრობლემაა. და 21 საუკუნეში მე მგონი ამდენი პრობლემა არ უნდა იყოს მით უმეტეს ანასამდგრო ქალაქში. ანუ ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაცია, რომელი კომუნიკაციაც ქალაქის განვითარების ყველა ეტაპზე აუცილებელია, ხო? ზოგადად ფოთში თუ გაივლით, ხშირად ნახავთ ესეთი მოწიწვნე ადამიანებს, რომ აქ სასტუმრო არ არის, მოკლედ სტუმრები არ მოდიან, დატვირთული არ არის ქალაქის სხვადასხვა
ტიპის დაწესებულება რატომ იცით? იმიტომ რომ ვერ პასუხობს ელემენტარულ ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს, ხო, რომელიც მაგალითად სასტუმრო შემოსვლას სჭირდება ქალაქში. ეგ არის თავი და თავი, ხო, ეს არის მთელი ამ პროცესის ტკივილი და ტრაგედია, ხო, როცა სამი გზის ერთ და იგივე შეცდომისგან მეორების საფუძველზე ჩავარდება საკანალიზაციო პროექტი, აუცილებლად პასუხისმგებლობა საკუთარ თავში უნდა ეძებო თუ ხარ პატიოსანი მმართველი რა. გეგიძის ქუჩაზე არის ერთი მონაკვეთი, რომელიც მე მგონი უკვე 9 წელია ასეა ჩამდროებული. შედეგზე ბრძვიან და არამიზეს. ასე უნდა იყოს, ხო? მიღებულია ეს. უამრავი ადამიანი მანქანა გადის იმ თბილისიდან გინდა, ფოთელი გინდა ეს. არავის არ აწუხებს ეს პრობლემა. აი ხაცთან პრობლემა. კი, ჩავარდნილია. ამობზარდით და გაჩვენეთ. მაგრამ რატომ ეს გამოკვლეული არ არის? გლობალურია ეს პრობლემები და ისევ ცენტრთან მიბმული ფოთი არის უხეშად რო ვთქვა, ფულის საკეთებელი ადგილი. არის ძალიან ბევრი ბიზნესი, დიდიც, პატარაც, მცირეც და როგორ შეიძლება ასეთ ქალაქში, სადაც ძალიან დიდი ფული ტრიალებს, ელემენტარული არ გქონდეს. ფოთი ვერ გადაწყვეტავს ამას. ცენტრალური ხელისუფლების გადასაწყვეტია თუნდაც კანონმდებლობის დონეზე ბიზნესი უბრალოდ ფულს რაღაცაში არ ჩაგიდებს, თუ ის არ დააინტერესებს. აი რატო გაგიკეთო რაღაც? ხო? თუ მე რაღაცა გადასახადი შემიმცირდება, რაღაცაში შეღავათი მექნება, მაშინ დაინტერესებული ვარ, ასეა ხო ევროპულ ქვეყნებში. მაშინ დაინტერესებული ვარ რაღაცა კარგი გავაკეთო. რასაც თქვენ შეხეთ ეს თავისთავად გულისხმობს დეცენტრალიზაციის პოლიტიკას, ხა, რომელიც პოლიტიკაც რა თქმა უნდა ცენტრალური პოლიტიკის ნება უნდა იყოს იმისთვის, რომ განხორციელდეს, მაგრამ სანამ ჩვენ დეცენტრალიზაციაზე ვისაუბრებთ, მანამ უნდა შევხედოთ ამ სისტემას, როგორ მუშაობს. ეს სისტემა მუშაობს ავტოკრატიის ხარჯზე, სადაც ძალაუფლება კონცენტრირებულია მხოლოდ ერთ ადგილზე და შესაბამისად ეს ძალაუფლება ნაწილდება კეთილინების შესაბამისად, ხო, როგორც მოიქცევა ფოთი, იმის შესაბამისად გადმოეცემა მას რაღაც ტიპის ტრანსფერი, ხო, როგორც მოიქცევა სენაკი, შესაბამისად ხო, ან როგორც ჩათვლის შენს დამოკიდებულება იზომება ამით, რა, რეალურად ეს ტრანსფერი საბოლოო ჯამში არ გამოხატავს იმ აუცილებლობას, რაც ამ ქალაქში ხდება და ფინანსურს რაც შეეხება დეცენტრალიზაციის კონტექსტში ძალიან აუცილებელია ორი კომპონენტია მათ. ერთი არის ფინანსური და მეორე არის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული. პირველი შემთხვევაში, ანუ ფინანსური დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს, შესაბამის წესით და ფინანსურ დეცენტრალიზაციას აქვს ორი ქვეკომპონენტი და მეორეა ტერიტორიული დეცენტრალიზაცია და თქვენ თუ იცით, ფოთში მიწების დაახლოებით 70%, 75% არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსი, ანუ სახელმწიფოს ბალანსია და სადაც აი თქვენ რო თქვით, ინვესტიციაო, თქვენ რო თქვით, ინვესტორი იმიტომ არ შემოვა ფოთში რომ ფოთელს ვერ ელაპარაკება, გესმით? მან ლაპარაკი უნდა დაიწყოს ცენტრიდან, ხო, ეკონომიკის სამინისტროდან და ეს ბიუროკრატია გესმით, ხო, რამდენ ეტაპის გავლასანაა დაკავშირებული და შეიძლება არავის არ უღირს ამ ტიპის კომუნიკაცია და სადაც შესაძლებლობა იქ შენდება რა, თბილისში და ბათუმში, ხო, სადაც მეტნაკლებად ცენტრთან ახლოს ხარ და კომუნიკაცია შესაძლებელია. იმიტომ არ სხვისდება აქ ტერიტორიები, იმიტომ არ გვაქვს სასტუმროები, იმიტომ არ გვაქვს სხვა ინფრასტრუქტურა, განვითარებული დაწესებულებები და ასე შემდეგ. ეს არის პირდაპირ პროპორციული იმისა, რომ ეს ქვეყნის პოლიტიკური სისტემა არის ცენტრალიზებული და სანამ დეცენტრალიზაცია ჩვენ არ გავაკეთებთ და არ მოვითხოვთ. სხვა შორის ეს არ არის მარტო ფოთის პრობლემა, ეს რაღაცა რეგიონალური ახმა თუ არ მოხდა იმის რომ პრობლემის საფუძველი რაშია, მაგის გარეშე საბოლოო ჯამში არ მოხდება არანაირი წინსვლა, ამიტომ რეგიონების განწყობა უნდა იყოს ისეთი რომ ჩვენ მოვითხოვოთ რეალური პარადიგმა იმისა, რომელ პარადიგმაში და რომელ მაგალითში ჩვენ ვიცხოვრებთ. ეს არის დეცენტრალიზებული ქვეყანა და ეს არ არის ჩვენი მოგონება. ისევ დაუბრუნდებით ცივილიზებულ სამყაროში გამოცდილია საბები. ჩვენი ტიპის ქვეყნებში, ხო, მაგალითად შვეიცარია, ხშირად გვადარებები, ხო, ბუნებით და ასე შემდეგ. ასევე ჰოლანდია, ხო? ეს არის ჩვენი ტიპის, ჩვენი მსგავსი ქვეყნები, რომელი ქვეყნების მაგალითზე შეიძლება ჩვენ დეცენტრალიზებული პოლიტიკა განვავითაროთ, რომელიც საბოლოო ჯამში მხოლოდ კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. ანუ ისევ მივედით სისტემასთან, ცენტრთან. ასე რომ ყველა პრობლემა რაც კი არსებობს, გამოძახილია საერთო პრობლემის. საერთო პრობლემა კიდე არის ქვეყანაში ცვლილებები. ხო, ეს არ მოხდა. იქნებით ასე. მას ვთქვი რომ ფინანსებზე თქვით, ხო, მაგალითად, საგადასახადო პოლიტიკის ნაწილში რო შევხედოთ, ხო, ორი მნიშვნელოვანი გადასახადია
საქართველოში და ფოჩის ხო, მაგრამ მათ შორის შემოსავლო და მოგების გასახეთ 100% ხას უსვამ მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში და მე ის ანაწილებს მისი გემოვნების შესაბამისად და ჩვენი შექმნილი დოვლათიდან არანაირი სარგებელია არ ვერ განვიცდით სპორტის სიკეთეს და ვერცერთი ლოჯისტიკური ცენტრის სიკეთეს ვერ განვიცდით მაგის საკომპენსაციოა სამდვილეში ჩვენ სადაც ვართ იქ საქმიანობთ მაგრამ კომპენსაციად გვეკუთვნის რაღაცა ტიპის შემოსავალი ხო როცა ეს კომპენსაციის განცდა არ აქვს მე რა თქმა უნდა ნიჰილიზმი და ესეთი უარყოფითი განცდები გებადება ბიზნესის მიმართ რა ამიტომ შესაბამისად თუ გადასახადები ადგილზე არ დარჩა ნუ პირობითად პროპორციულად მაინც საბოლოო ჯამში ფოჩი სულ ნიჰილისტური და ნეგატიური განწყობა იქნება ბიზნესის მიმართ ხო მაგალითად პორტი ხო იდეალურად საქმიანობს და პორტის ეს მნიშვნელოვანი ორი გადასახადი პირდაპირ მიდის ცენტრში და ამ პორტის მონაგებს საზოგადოება არ განიცდის ამ გაგებით ხო ფინანსური გაგებით ეს ხო ანუ ტურბელაზავით აზის ცენტრი ადგილობრივ თვითმმართველობას და პრინციპში ყველა რესურსი მიაქვს მას მე ეს მისებურად ანაწილებს თავს ქვეყანაში ალბათ და ნუ როგორც ანაწილებს ეს განაწილების პოლიტიკა აღარ მუშაობს რა საბოლოო ჯამში ყველაზე კარგი დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის მაგალითი ჩვენ მოგვიყვა ნიდერლანდების სახელმწიფოში, ხო 2015-16 წელს მოხდა და რაღაც ტრენინგის ფარგლებში ვიყავით 2020 წელს ადგილობრივი ერთ-ერთი მერი ჩაგვერთო და ხო მთელ სიკეთებზე ილაპარაკა, ბიუჯეტზე, გადასახადებზე, ყველაფერზე, აი როგორ ადგილობრივად შეიქმნა დოვლათი და ანუ ეს მერი თვითონ რო კითხეთ, აი შენი უშუალოდ საქმიანობა რა არის და რას აკეთებ ყოველდღე. მოსახლეობასთან ყოველ დღე 2 საათი საუბარი. სხვადასხვა უბნებში, სხვადასხვა ლოკაციებზე. დანარჩენ რაღაც ხო ტექნიკური სტანდარტია ეს თუ კანონი შექმნა თუ ნორმი შექმნა, ნუ გასაგებია, მაგრამ უშუალოდ ამისა რაც აკლია ასევე ხო გასაგებია ჩვენ ლაპარაკობთ, მაგრამ აი მოსახლეობის ჩართულობა და მოსახლეობის აზრის კითხვა და მასთან ერთად საქმის გაკეთება არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ერთ-ერთი მთავარ ხო პარამეტრად ახსენა ამ ცენტრალიზაციის, რომ მოსახლეობა როგორ შემოდის მართლობაში და რაღაც ყოველდღიურობაში და პოლიტიკაში, ხო? ხო, ნუ პარტიაზე არის ეგ ხა. ნუ პრინციპში ხა ჩვენი მოძრაობის რეგიონული ტურის მიზანი ეგეც არის, რომ ერთი მხრივ გზავნილი გავავრცელოთ და მეორე მხრივ ქსელი გავაკეთოთ თანამოაზრეების, რომელთა კომპეტენციის საფუძველზეც მე უკვე ჩვენ შეთავაზებებს გავაკეთებთ. მე მგონი მაგ თვალსაზრისით რაღაცნაირად ასე თუ ისე ერთ. ცხადია ვეთანხმები, რომ კანონის უზენაესობის და კარგი მმართველობის ნორმალური სტანდარტების გარეშე ზოგადად განვითარებაზე საუბარი ზედმეტია და ეს არის აუცილებელი წინაპირობა მათ შორის ხილი საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვისთვის, აქაც ერთ აზრზე ვარ, დიდად კამათი არ გამოგდის, მე უფრო მეტად ვეთანხმებით ხოლმე. თუმცა აი როცა ვსაუბრობთ ამ შუა დერეფნის ფუნქციაზე, ჩემს წარმოდგენაში ეს არის უფრო მეგა პროექტი, ძალიან მასშტაბური მოვლენა, რომელიც საჭიროს ერთიან ეროვნულ ძალისხმევას. ანუ ამ ნაწილში ფოთი ვერ დარჩება თავის ამარა. აქ უნდა განხორციელდეს უფრო დიდი ინვესტიციები, მათ შორის ცენტრალური კონტროლის ფარგლებშიც და კერძო ინვესტიციები პირველ რიგში, საერთაშორისო პირდაპირ ცხოველ ინვესტიციები და ასე შემდეგ იმისთვის, რომ ეს პორტი არ იყოს მხოლოდ გამტარი. კიდევ ერთხელ, ანუ დღეს რას აკეთებს ეს პორტი? ანუ ძირითადად არის დატვირთული იმპორტით და ექსპორტზე გადის ნედლეული. და ადამიანების ფიზიკური შრომა გადის ექსპორტზე არა პორტით, არამედ ზოგადად ეს არის მთავარი ექსპორტი სამეგრელოში, ადამიანების ფიზიკური შრომა, ხო? მეზღვაურებად მუშაობენ. ეგეც არის მსხვერპლი რაოდენობრივად ბევრად ნაკლები. და რა არის ეს ფიზიკური შრომა? კრეფა, თხილის მოცვის და ჩაის კრეფა თურქეთში. ანუ ექსპორტზე გაგვაქვს ადამიანების ფიზიკური შრომა. ანუ ყოველგვარ, რა ვიცი, პროგრესულ ეკონომიკაზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტია. და ამის შეტრიალება და რეალური ეკონომიკური წინსვლის მიღწევა ამ შუა დერეფნის ფუნქციის გარშემო საჭიროებს რეალური ინდუსტრიების, რეალური სერვისების წარმოებას ადგილზე. რაც უნდა მოხდეს ფოთის პორტის გარშემო მათ შორის. შეიძლება ასევე არსებობდეს ანაკლის ღმაწყოვანი პორტი და ესეც უნდა არსებობდეს და ხანდახან კონფლიქტურად წარმოუდგენიათ ხოლმე. თუმცა სულაც არ არის აუცილებელი რომ ეგრე იყოს. ან ჩვენ თუ საუბრობთ რეალურად შუა დერეფნის ფუნქციის შესრულებაზე და ეს ფუნქცია მოიაზრებს სოფლიოში სამი ყველაზე დიდი ეკონომიკური სივრცე ორის სახმელეთო კავშირის და საზღვაო კავშირის უზრუნველყოფას, ანუ ევროპის და ჩინეთის და აზიის ზოგადად. ჩვენ საუბრობთ იმ ტიპის ნაკადებზე და იმ ტიპის ეკონომიკურ აქტივობაზე, რომელიც ბევრად აღემატება იმას, რაც დღეს გვაქვს.
შესაბამისად, ანაკლის სპორტისთვისაც, რომელიც იქნება ღმაწყვოვანი და მიიღებს ამ პანამაქსის და პოსტპანამაქსის კატეგორიის ლაინერებს და იმ საკონტეინერო საზღვაო ხომალდებს, რომელსაც ფოთი ვერ მიიღებს, ოკეი, ეგ მანდ იქნება, მაგრამ აქ იქნება სხვა ტიპის ტვირთი. შეიძლება აი ტვირთების სახეობების მიხედვით იყოს გამოჩნდა, აქ იყოს უფრო აი ბალკ ტვირთები, არ ვიცი, მარცვლეული თუ ქვანახში, რაც კონტეინერებში არ თავსდება. შეიძლება სხვადასხვა ფოკუსი ქონდეთ ამ პორტებს, შეიძლება ერთმანეთის შემავსებელი ფუნქციები აკეთონ, აი როგორც ევროპაში არის, ბევრი მნიშვნელოვანი პორტი სხვა შორის გეოგრაფიულ სიახლოვეში თან არსებობს და ერთმანეთს ავსებს. ანუ ეს არის ეს უნდა იყოს საქართველოს მომავალიც და ეს ყველაფერი ამ პორტის ინფრასტრუქტურის გარშემო უნდა აშენდეს და ასევე ამასთან არის დაკავშირებული სწორი საგარეო პოლიტიკაც. არ მინდა ძალიან შორს წავიღო, მაგრამ ჩვენ თუ არ ვიქნებით ინტეგრირებული ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში, ეს თავისუფალი ვაჭრობა თუ არ გვექნება და წევრი სტატუსის შესაბამისად ვერც ამ დერეფნის ფუნქციას ადეკვატურად და იმ მასშტაბით ვერ შევასრულებთ, რადგან მე ვსაუბრობ, რომ აქედან რეალურად გატანა ხდებოდეს უკვე დამუშავებული პროდუქციის ევროპის ბაზარზე. ანუ სწორი საგარეო პოლიტიკა სჭირდება ამასთან. მოკლედ კომპლექსურია ის გადაწყვეტა, რომელიც არის საჭირო იმისთვის, რომ გამოცოცხლდეს ქალაქები საქართველოში და ისეთი ქალაქები როგორც არის ფოთი. ამ ცენტრალურ ხელისუფლებას ძალიან მნიშვნელოვანი როლი რჩება, როგორც ძლიერს არ უნდა იყოს თვითმმართველობა. საგარეო პოლიტიკა, სასამართლო, ძალიან ერთ მოკლე კომენტარი მინდა გთხოვოთ. თქვენ როგორც პარტიის წარმომადგენლ თქვათ, რატო უნდა დაგიჯერონ თქვენ მაგალითად, იმიტომ რომ არსებობს დღევანდელი ცენტრალური ხელისუფლების ლოგიკიდან, როცა აკონტროლებს, მაგრამ ხედავთ, რომ პირობითად რაღაცა ძეგლების დაზიანება მიდის, რომელიც ეკუთვნის ცენტრალურ ხელისუფლებას მემკვიდრეობის სააგენტოს, მაგრამ ვერანაირი ჯარევა და ვერანაირი კონტროლი ამისი ვერ ხდება. ანალოგიურად ბუნებრივ ძეგლებზე და ასე შემდეგ. რა უნდა დაგიჯერონ თქვენ, აი მოსახლის პოზიციიდან რომ იმას ვთქვათ, თქვენ როგორ შეგიძლიათ ამის უზრუნველყოფა? არსებობს ძალიან დიდი იდეები, რომელიც ჯერ კიდევ წვინ გვაქვს და არ გამოგვიცდია და ეს არის მათ შორის დემოკრატიული მართლობის იდეა, რომელზეც ყოველთვის ლაპარაკობდნენ, მაგრამ არასდროს რეალობაში ეს ხედვა არ მოვიდა და ეს არის ის მიზანი, რომელიც უნდა მიიღწეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით და ასევე ცვლილების ბუნება იქნება განსხვავებული ამჯერად აღარ გვჭირდება ეს ერთპიროვნული მართველები, რომელსაც აქვს 97%-იანი მხარდაჭერა და უსაზღვრო ლეგიტიმაცია და ნულოვანი კონტროლი ქვევიდან. არჩევანიც რომ მქონდეს, ესეთი გზა არ უნდა ავირჩიოთ, მაგრამ მე მგონი ეხა ისეთი მოცემულობაა, როცა ეს არის ერთადერთი რეალისტური სცენარი, ერთობლივი, ერთგვარი კოალიციური მართლობა, რომელიც ფუნდამენტურად იქნება განსხვავებული იმისგან, რაც ჰქონდა წარსულში და ალბათ ესეც დამატებითი დაზღვევის მექანიზმი არის. ვეთანხმები, რომ მრავალპარტიულობა დაზღვევის მექანიზმია მაშინ, როდესაც სასამართლო არ არსებობს, მრავალპარტიულობა არის ასევე იმ დაპირებების შესრულების გადაზღვევის მექანიზმიც, რომელსაც ჩვენ ერთად დავდებთ, იმიტომ რომ როდესაც ბევრი სუბიექტი მონაწილეობს, იქ მეტი შანსია, რომ ერთმანეთს შეახსენონ ის დაპირებები, რაც დავდეთ. ანუ მრავალპარტიულობა არის ერთი გარანტია და მეორე უბრალოდ ობიექტური მოცემულობაა, რომ იმ ნდობის კრიზისზე, რაც შექმნილია მათ შორის შიდა ოპოზიციური ავტოკრატიიდან გამომდინარე, სამუშაო გვაქვს და სისტემური გადატვირთვა და ადგილებზე ჩასვლა და ადგილზე თანამოაზრეთა ქსელის გაკეთება და ქვემოდან ზემოთ პრობლემების ამოტანა, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის ნდობის კრიზისი ამოავსო, რაც ობიექტურად არსებობს, იმიტომ რომ ძალიან ეგოცენტრული გახდა პოლიტიკა და გიწევს საუბარი რაღაცა მანევრებზე, რაღაც დაპირისპირებებზე, რომელიც თან არსებობს, მაგრამ თან არ არსებობს ობიექტურად, ხო და აი ამ მდგომარეობაში ხარ, ნაცვლად იმისა, რომ იმაზე ილაპარაკო, შენ როგორ აგვარებ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც იწვევს უკანალიზაციობას, ემიგრაციას, სიღარიბეს და შემდეგ სისტემურია ეს ყველაფერი, რაც საქართველოს ჭირს და სისტემურად უნდა გადაწყდეს ნდობის კრიზისი. კი, ანუ პოლიტიკის კეთებაში უნდა შემოვიდეს მოქალაქე. მესმის, ხო ეს რაღაც დემოკრატიაც, ევროკავშირიც, კოალიციური მართლობაც, მაგრამ აი რასაც ვეტყოდი, მართლა გუწბელად ამ მომრჩეველს ქუჩაშიც, უბანშიც, ამ ყველგან ვეტყოდი, რომ შენ უნდა აიღო პასუხისგებლობა და შენ შეგიძლია თავრობაზე კარგად. მესმის, რომ ადამიანების უმრავლესობა შეიძლება ეს არ უნდოდეს, ან საერთოდ სხვას გადააბაროს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იმდენად საკმარისი ადამიანი არსებობს, რომ ამის თანამონაწილეობით შეცვალოს და საერთოდ ამოატრიალოს ქართული პოლიტიკა. ხო, ამიტომ ყველაფერი, ხო, მოქალაქე პოლიტიკაში. დავამატებდი იმას, რომ აქამდე ჩვენ რეალურად ახალი მართველი ჯგუფები ყავდა ორი წყაროდან. ერთი ეს იყო
ელიტების განაყოფები, ანუ ელიტ სპლიტები და მეორე იყვნენ ძალიან მდიდარი რაღაც ადამიანები, რომლებიც გამოჩნდნენ სცენაზე. რაღაც ოლიგარქები, რომლებიც მოვიდნენ, იყვნენ ყოველშემძლეები, ან ადამიანებს დააჯერეს, რომ ასეთები არიან და ასე მოიპოვეს ძალაუფლება. არც ერთი ეს 90-იანებში მოდელი მე მგონი ამჯერად არ მუშაობს და მეტი შანსი აქვს შესაძლოა რაუდენ უცნაურადაც არ ჟღერდეს ამ რა ვიცი უკვე ამის დიქტატორულ გარემოში უფრო მეტად თითქოს უყურებთ იმ ტიპის პოლიტიკური ძალების აღმოცენებას რომელიც ძალებს იკრებენ ქვევიდან რაც აქ ითქვა და ამასაც სრულად ვეთანხმები რაც უფრო მეტი იქნება ბმა ადამიანს ადგილზე და პოლიტიკურ ძალას შორის და საბოლოო ჯამის ძალაუფლების წყარო წამოაქვევიდან მეტი შანსი გვექნება რეალურად კარგი მმართველობის ასეთი სიტუაციით ფოთს პერსპექტივა არ აქვს. აუცილებლად უნდა შეიცვალოს. მართლობითი სისტემა უნდა შეიცვალოს. მე ასე ვფიქრობ. ფოთი უფრო დიდი ნაბიჯებით წავიდოდა წინ, რომ მას ყავდეს ახალგაზრდობა. მე ისე ვიქվარ, იმიტომ რომ ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც არა მარტო ცხოვრობს, არამედ საქმიანობს ამ ქალაქში და არიან მრავლად, ისინი ახლებურად ფიქრობენ და მას მიყავს დანარჩენი საზოგადოება ნებისმიერ წყობაში ფოთელი ახალგაზრდობა არის საზღვარგარეთ და თბილისში. ამიტომ გახდა თბილისის თავკომბალა. ამიტომ ეგ არ არის გამოსავალი. აი რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის ახალგაზრდები თქვენ რა შეგიძლიათ რომ მე ვისაც შეუძლია, მე რაც შემეძლო გავაკეთე და ვაკეთებ ზრდი, მაგრამ ფოთში უნდა გაკეთეს ის სიტუაცია, რომ იმ ახალგაზრდას უნდადეს ცხოვრება. უამრავია გასული ქალაქიდან. ამას ჭირდება ზუსტად ის ნება ხელისუფლების რომ ხო და ამაზე ვისაუბროთ, თორე ახალგაზრდობა რომ მედია ხვალის ეს ყველა მიწის. ხო? ის ფინანსები თუნდაც ინსტიტუტ დამთავრებული ჩამოვიდეს ქალაქში, მას მიეცეს ბინა ან რაღაცა პირველადი დახმარება, რომ დაიწყოს დამოუკიდებლად ცხოვრება და არა მშობლებთან. ამას ფინანსები ჭირდება. ფინანსები თქვენ ჩვენივრად ახსენით, როგორ ვერ აკუმულირდება და ვერ მიმართავ, სადაც საჭიროა. ანუ არის ჩაკეტილი წრე. ამ წრეს გარღვევა უნდა. ეს გარღვევა. ადრე იყო თბილისში გაქცევა გამოსავალი, ახლა საზღვარგარეთ გაქცევა გამოსავალი. ეგ არ არის გამოსავალი, მე თუ მკითხავთ. ეგ არის გამოსავალი, კი ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ ჩვენც ალბათ ჩვენი უნდა გავაკეთოთ, ხო? ჩვენ ძალიან ბევრი პოლიტიკური სუბიექტი ყავს რა ამ ქვეყანაში და ძალიან ბევრი პოლიტიკური სუბიექტი აპიარებს თავის ასე ვთქვათ პროგრამას. და მე ვფიქრობ, რაც უნდა გავაკეთოთ ჩვენ შესაძლოა ნაწილში არის კარგად წავიკითხოთ, კარგად დავაკვირდეთ ვინ რას ამბობს. როცა მე მოვუწოდებ რეგიონებს, ხო ამ შემთხვევაში რა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რეგიონალური პოლიტიკის გაძლიერების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკურ სისტემას, იმ პოლიტიკურ პარტიას ვცეთ პატივი, ვინც რეალურად დეცენტრალიზაციაზე საუბრობს რა, ვინც რეალურად ორიენტირებულია იმაზე, რომ ის ცენტრში კონცენტრირებული ძალაუფლება განაწილდეს თავს ქვეყანაში. და ის შემდეგ მოხდება ამ დახურული წრის გარღვევა, რა, რაც რეალურად არის გამოსავალი და მე მინდა რა ყველას მოუწოდო ჩემ თავსაც და ჩემს მეგობრებს და ჩემს ახლობლებს, რომ ანუ დაუფიქრდეს, შეხედოს, წაიკითხოს ვინ რას პირდება. ანუ მარტო ზრუნველობა და პატერნალიზმი საკმარისი არ არის. მე თუ მაძლევ შენ საშუალებას ჩემს რეგიონში შექმნა საკუთარი დოვლათი, ეს არის ჩემთვის რეალური დაპირება და ვინც ამას არ პირდებათ, რომ თქვენს რეგიონში, თქვენს სახლში, თქვენ თვითონ შექმნით დოვლათს და მის საშუალებები გაჩნდება, არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი ახლოსაც არ უნდა მიიგაროს ადამიანმა ჩემი. უნდა მოვთხოვოთ, ადამიანი ისეთი ბუნების არის, რომ დაგვირდება, მაგრამ არ გააკეთებს და უნდა მოითხოვოს ეს რა, რომ დამპირდი სად არის ეს ყველაფერი. ხო და არჩევნებზე უნდა დავაკვირდეთ ამას, არჩევნებზე უნდა დააკვირდე იმას, ვინ რას ხო და რეალურად ჩვენ არ ვაკვირდებით იმას, ადამიანები რას კვირდებიან რა პოლიტიკურ სისტემას. ადამიანები როცა კვირდებიან ზრუნველობას, ან ხას უსვამს, ხო ჩვენ ვიზრუნებთ ფოთზე, ჩვენ ვიზრუნებთ ბათუმზე, ეს უკვე ხო და ზრუნველობა არ გვჭირდება, ვინც ამას კვირდება, იმ თავითვე შეცდომაში ხარ ხო შესული. უნდა კვირდებოდეს დეცენტრალიზაცია, სასახად და მკაფიოდ, რომ შენ შეძლებ საკუთარ თავზე ზრუნვას. თორემ მე შენ ზრუნვაზე საერთოდ არ უნდა მქონდეს პასუხისმგებლობა. კი ბატონო, გეთანხმებით მე, მაგრამ ეს არის ტრიუკი, ასე ვთქვათ, ხო ტრიუკია. ჩვენ უნდა შევძლოთ ესეთი გარემო შექმნა, სადაც ადამიანები ვარდა ფოთში, სენაკში, ბათუმში, სიღნაღში, ზუგდიდში, რუსთავში თვითონ შეძლებენ თავისი საკუთარი რაღაც ორგანიზმი გააცოცხლონ და აცოცხლონ, ხო? ისე როგორც მათ მიაჩნიათ ეს საჭიროდ. იყო ეს ხო ნიკოლაძის დროს? ნიკოლაძეს სხვა შორის ეს ძალიან კაი შემახსენეთ ახლა თქვენ. ნიკოლაძეს ჩანაფიქრი ფოთის კონცეფცია თავის არსით დეცენტრალიზებულია.
და თუ კი ნიკოლაძის ჩანაფილს ჩვენ არ დაუბრუნდით ამ გაგებით, ამ ქალაქის განვითარება, იმიტომ რომ ნიკოლაძემ ეს ქალაქი დააფუძნა დეცენტრალიზაციის თარგზე. თუ ამ თარგს არ მოარგეისევ ამ ქალაქის პოლიტიკური ყოველდღიურობა, მაშინ ამ ქალაქის განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელია რომ მოხდეს. ეს არის ვითი და ხაპარი, ვიც არ უნდა გიძახოს ტელევიზორიდან რომ მაშინზე ასე ვზრუნავან, ან ისე ვზრუნავ, ხო? შენს თავზე ისევ შენ თუ იზრუნ. ახლა ვიღაცა დღევანდელი ხელისუფლების ან მართლობითი სისტემიდან გვეტყვის რომ აბა შეხედეთ ფოც თუ არ არის ლამაზი თუ არ არის კარგი. არ გვინდა ეს ფასადური მოჩვენებითი განვითარება. ხო? გვინდა რეალური განვითარება. რეალური განვითარება ქალაქს არ აქვს. და ამ ფასადი იხებე და აკეთე რამდენიც გინდა, ანდე თუ გინდა 500 ნატურა. ღამე არაფერი არ იცვლება.